საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ნუ ჩათვლით რომ დაგივიწყეთ, ნუ დაიჯერებთ რომ თქვენზე ზრუნვა არ არის ჩემი და მთელი ჩვენი მთავრობის უმთავრესი საფიქრარი. ნუ იფიქრებთ რომ აღარასოდეს მოვა გაზაფხული. ეს მიხეილ სააკაშვილია. როგორ ფიქრობთ, ვისი გაზაფხული მოდის, პრეზიდენტის თუ ოპოზიციის, რომელიც პირობას დებს რომ ხუთშაბათს მისი ბოლო გამოსვლა შედგა პარლამენტის წინაშე. სწორედ ასეა დასათაურებული დღევანდელი გადაცემაც სააკაშვილის ბოლო თუ მორიგი ანგარიში. პოლიტიკური თემები და მოქმედი მთავარი გმირებით ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური კვირა. სააკაშვილის ბოლო თუ რიგითი ანგარიში საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვა, ბევრი ტაში და ახალი გმირები, ამჯერად ბიზნესმენები. მე ვიქნები ყველა იმ ბიზნესმენის პირადი მეგობარი, ვინც შექმნის 100 და მეტ სამუშაო ადგილს საქართველოში. ყველა ასეთ ბიზნესებს, ვინც მოიშურეს მოუნათო შვილს, წავყვები ხელის მომკიდედ ხორცელში, მეჯვარეთ. რატომ ასახელებს გმირებად ბიზნესმენებს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის გუნდსაც ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ბრალდებად ამ წლების განმავლობაში სწორედ ბიზნესის დატერორებას და უმძიმესი ბიზნეს გარემოს შექმნას უყენებენ. ისაც უსამართლობა იყო 2004-ში, 2005-ში, 2007-ში, 2008-ში, ის ასევე უსამართლობად რჩება 2009-ში. ურჩხულთან მებრძოლი და მისი დამარცხებელი თუთაშხა თავად იქცევა ურჩხულ. ვერ დაიჭერთ შავკატას ბრძოლ ოთახში თუ იგი იქ არ იფიქრება. მათ რიტორიკაში ისმის ის სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას და მღვრიე წყალში თევზის დაჭერაზე იყვნენ ფოკუსირებულები. რა პასუხები აქვს პირის მთავარ შეკითხვებზე ხელისუფლებას და ოპოზიციას? ეს ამბავი არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, როცა პეტრე ცისკარიშვილი მინისტრი იყო. დღეს მას უმრავლესობის ლიდერის რანგში მოუწევს პასუხი გასცეს შეკითხვას გმირი ბიზნესმენების შესახებ. პოლიტიკურ კვირაში პეტრე ცისკარიშვილი. პრეზიდენტს არ აქვს სურვილი ჩემგან სიმართლის მოსმენის. ვისი თქმა სურდა პრეზიდენტისთვის და რა არ ათქმევინეს ბაღათურიას. მის დაგეგმილ სიტყვას, რომელიც სააკაშვილის გამოსვლას უნდა მოგვესმინა, დღეს პირველად პოლიტიკურ კვირაში მოусმენ. ჯონდი ბაღათურია, კაცი, რომელიც პარლამენტში მარტო მუშაობს. ეს აქცია პარლამენტთან სააკაშვილის გამოსვლისას გაიმართა. ახლები და რესპუბლიკელები პირობას დებენ, რომ ეს სააკაშვილის ბოლო ანგარიში იყო პარლამენტში. ბოლო თუ რიგითი ანგარიში, რას უმზადებს პრეზიდენტს არასაპარლამენტო ოპოზიცია და რას ეტყოდნენ იმ დღეს ხდომათა დარბაზში რომ ყოფილიყვნენ გუბას სანიკიძის პოლიტიკური კვირა. მე მინდა საქართველოს მიულოცო ტალიბების ხელისუფლების მოსვლა. ნუ დაკარგავთ იმედი. ნუ ჩათვლით რომ დაგივიწყეს. ნუ იფიქრებთ რომ აღარასდროს მოვა გაზაფხული. სააკაშვილი ამბობს, რომ 2013 წლამდე საპრეზიდენტო ახალ არჩევნებამდე ის იქნება ყველა იმ ბიზნესმენის პირადი მეგობარი, მეჯვარე და ბავშვების ნაწილია, ვინც შექმნის 100-ზე მეტ სამუშაო ადგილს. პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური გზავნილი ოპონენტებისთვის ის 2013 წლამდე არ აპირებს წასვლას, იგი არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აპირებს და საკუთარ ანგარიში საუბრობს ძირითადად ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე. მისი უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ახმოვანებს სახელისუფლებო გადაწყვეტილებას და მოუწოდებს პრეზიდენტს არ დაუშვას პრეცედენტი და არ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლა საზოგადოების მოთხოვების მცდელობა იყო, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ დებატები არა ხელფასებზე, პენსიებზე და დაზღვევაზე, არამედ დაკარგული ტერიტორიების შესახებ უნდა გამართულიყო. რატომ დასახელდნენ ახალ გმირებად არა ის ადამიანები, ვინც აგვისტოს ომში დაიღუპა, არამედ ბიზნესმენები, რომელთა წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორს ამ ხელისუფლებას წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად უყენებენ. ამ შეკითხვებს გადაცემის მეორე ნაწილში უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი უპასუხებს, რომლის მინისტრობის დროსაც მოხდა თუნდაც იგივე ცნობილი ბადაგონის სკანდალი. არაადეკვატური ასე შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, როგორ აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია სააკაშვილის საპარლამენტო ბენეფისს, რამდენიმე წუთში გუბას სანიკიძე გვეტყვის. მანამდე კი მოდით ერთად გავარკვიოთ, ვისი თქმა სურდა იქვეს ხდომათა დარბაზში სააკაშვილისთვის ჯონდი ბაღათურიას, რომელმაც პროტესტის ნიშნად ისე დატოვა დარბაზი, არავის გაუგია რას უმზადებს
უწოდებდა იგი საქართველოს პრეზიდენტს. ერთ-ერთ ხსნით ჯონდი ბაღათურიას პოლიტიკური კვირით კაცი, რომელიც მარტო მუშაობს საქართველოს პარლამენტში საღამო მშვიდობისა. როგორ ბრძანდებით ბატონო ჯონდი? დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. სიმართლე გითხრათ, მთელი 3 თუ 4 დღის განმავლობაში ძალიან მაინტერესებდა ეს შეკითხვა დამესვა თქვენთვის, მაგრამ ვარჩი ეს პირდაპირ ეთერში მომხდარიყო. გისმენთ, რისი თქმა სურდა ჯონდი ბაღათურიას იქვე სხდომათა დარბაზში ისეთის, რაც არ თქვა გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა, ან იმ ადამიანებმა, ვინც დღეს წარმოადგენს ქართულ ოპოზიციას პარლამენტში. ინგა მოგესალმები. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ რისი თქმას ვაპირებდი, მე არც იცოდა უმრავლესობა. თავიდანვე პრინციპული კონფლიქტი. არ იცოდა უმრავლესობამ, რას ნიშნავს? არ მგონია, რომ თარგამაძის გამოსვლის მესიჯების წოდნოდა წინასწარ უმრავლესობას. ამაზე დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემგან ითხოვდნენ გამოსვლის ტექსტის შეთანხმებას. ვინ? უმრავლესობის წევრები. ეს სკანდალია. ერთი წუთით, მოდით გაგაჩერებ. თქვენგან ითხოვდნენ გამოსვლის ტექსტის შეთანხმებას. ანუ რას ამბობთ, რომ ყველამ შეუთანხმა გამოსვლის ტექსტი? მოდი დავასრულებ. მე თქვენ ღიად გეტყვით რა ხდებოდა. გისმენთ, ეს ძალიან სასაცილო მდგომარეობა, ეს იყო კლოუნადა, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ კლოუნადაში მონაწილეობა უბრალოდ არ მივეღო. პირველ ერთი კვირა ესენი რიტუალებს ატარებდნენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვერც ბედავდე, მაგრამ ეს იყო აშკარად ნამიოკები, მოდი ესე ვთქვათ, ესე იგი, რომ მოდი ვილაპარაკოთ, შერაზე ვილაპარაკებ, სხვათა შორის მეუბნებოდნენ, რომ სიმწვავეზე პრობლემა არ არის. პირიქით, მეუბნებოდნენ, რომ რაც უფრო მწვავე იქნება გამოსვლა, მით უკეთესი, იმიტომ რომ მათ სჭირდებოდათ დემოკრატიის დემონსტრირება იქ ელჩების წინაშე. ბოლო დღეს უკვე, როცა მე უბრალოდ არ ვიხვედრებდი, იცი, არც ვაკადრეთ ჩემ თავს, რომ მოდის კაცი და მე უნდა ეს კაცი. არა, მე რა თქმა უნდა არ დავასახელო. უნდა დაასახელო, თორემ მე რომ ვიყო ახლა უმრავლესობის წევრი, ვიტყოდი, რომ ჯონდი ბაღათურია ჭორაობს. ამას თუ იტყვია მე დავასახელე, მაგრამ იტყვიან პირობას გაც. გეუბნებით ვერ იტყვიან ამას და არა, რამიშო რომ დაასახელე ის ის მნიშვნელობა, იმიტომ რომ თქვენ თუ ამას იტყვით, ეს იქნება უკვე მართლა რაღაც სერიოზული მკითხვა. უმცირესობის გამოსვლებს ხო უყურებთ? ხო ნახეთ. შეავჩინეთ, რომ კითხულობდნენ? იცით რა, ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკოსი შესაძლებელია დადგეს ტრიბუნასთან და მათ შორის აკრიტიკებენ პრეზიდენტის გამოსვლიდან ფრაგმენტებს. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მწვავე გამოსვლები ჰქონდა პირადად ჩემს ყოფილ კოლეგებს. არ ვიცი, გისმენთ? არა, დარბაზში ხო არ დაიწერებოდა ტექსტი? არა, დარბაზში როგორ მაშინ ვინ რა იცოდა, რა ტექსტით გამოდიოდა პრეზიდენტი, ხვდებით? ამათ უნდათ ერთი დიდი კლოუნადის დადგმა, რაზეც მე თავიდანვე უარი უთხარი. პრინციპია მიუღებელი. მე არა ვარ ის დეპუტატი, რომელიც თუნდაც სავსებით საკმარის სიმწვავეს ვინმესთან შეათანხმებს. შეიძლება მე უფრო ნაკლებად მწვავე მქონოდა. მაგრამ პრინციპი, რომ მე ტექსტი ვინმე შეუთანხმო, ეს არის სამარცხინო პრინციპი, სასაცილო პრინციპი. აი ეს იყო სასაცილო. თქვენ ვერ ატყობდით, რომ ერთი კვირა მიდიოდა რაღაც სამარცხინო რიტუალი და განცხადებების გაკეთებები, რომ როგორ იბრძოდა თუნდაც ზოგიერთი უმცირესობის ლიდერი, იმისთვის, რომ ჯონდის მოეპოვებია უფლება 5 წუთიანი გამოსვლის. და მინდა გითხრათ, რომ კანონით, რეგლამენტის მიხედვით, დებატებზე საუბრობს სულ 2 მუხლი. ერთი არის 138 მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჯონდი ბაღათურიას, ანუ თავისუფალ დეპუტატს, აქვს 5 წუთიანი გამოსვლის უფლება და მეორე 194 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ერთნაირ მდგომარეობაში გვაყენებს მე ჯონდის ბაღათურიას, უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს და უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ანუ იქ საერთოდ არ არის ლაპარაკი, მხოლოდ ფრაქციების ხელმძღვანელებზეა ლაპარაკი და არ არის უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერებზე ლაპარაკი. და უმრავლესობა მიიღო ესე ბიურო მიიღო. ანუ თქვენ ამბობთ, რომ არ შეუთანხმეთ თქვენი ტექსტი უმრავლესობას და მათ არ დაგრთეს ნება გამოსვლა. ღიად რომ ტექსტზე ელაპარაკათ, იმ დღეს დაიწყო ლაპარაკი, ღია. მანამდე იყო ჩახველება, ნამიოკები, მოდი შევთანხმდეთ, მოვილაპარაკო და არ დავილაპარაკე, ვაწვალე. მე ვერთობოდი სხვათაშორის მინდა გითხრათ ამაზე, ძალიან ის რომ ვაწყობდი, როგორ წვალობდნენ, მეც ამას ღიმილ სადისტი ხა? ერთ კვირიანი პროცესით ჟურნალისტები მეკითხებოდნენ რა საპირდა. პირდაპირ ვეუბნებოდი, მოდი ცოტა ხანი წიწვალონ. რომ ინერვიულო, რომ შევედი დარბაზში, ერთი კოლეგა მოვიდა და მეუბნება, რომ აი ეს ამბობენო, რომ რაღაცა საპირეფო მოწყობასო და იქნება გვითხავთ ის მოწყობა საპირეფო. მე ვთხარი ცოტა ხანი ინერვიულია, თქვენ ხო გააკეთეთ, მიიყვანეთ ეს სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეთ საქმე, რომ ბიურომ, წარმოიდგინეთ პარლამენტის ბიურომ დაადგინა, რომ პეტრე ცისკარიშვილს უმრავლესობის ლიდერს და გიორგი თარგამაძეს უმცირესობის ლიდერს, რომლებიც კანონით ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც მე, მისცა გამოსვლის უფლება და მე დამიდგინეს, რომ ხელმოწერების შემეგროვებია დარბაზში, იმისაც რომ 5 წუთიანი გამოსვლა გამეკეთებია. ეს იყო სამარცხინო საქციელი, სამარცხინო, რომელსაც მე არ წავყე უბრალოდ ამ თამაშზე. იქვე გეტყვით, თედორაძე ერთ-ერთი დეპუტატი საერთოდ გაქრა დარბაზის და როგორც ეს მითხრეს. დამთანხმდა ერგემლიძე, პეტრე მამრაძე იქვე
მიხვდა პეტრე ძალიან კორექტული, ძალიან გონიერი. დამოუკიდებელ დეპუტატებზე საუბრობთ, ანუ რომელიც არ არის ფორმალურად გაერთიანება ერგემლეზე დამთავრდა 5 წუთში მოვიდნენ ჩემთან. არ იცოდა რა შეხვდა, მithres ერგემლეზე გადაიჭირა. ბატონო ჯონდი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. კაცი რომელიც მარტო მუშაობს თქო პარლამენტში და აი, როდესაც პოლიტიკურ თამაშის წესებზე არის საუბარი, აი, არ გერჩივნა თუ კი იყო თქვათ ასეთი შემოთავაზება, იგივე უმრავლესობის მხრიდან რომ თქვენ შეგეთანხმებინათ მათთვის თქვენი გამოსვლის ტექსტი, შეგეთანხმებინათ და შემდეგ დაგერღვიათ. მე იგივე კითხვები დაახლოებით მექნება შემდეგ გუბას სანიკიძესთანაც. არა, აი მე რომ ყოფილიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც მაიძულებენ, რომ გამოვიდე და შეუთანხმო, შეიძლება, არ ვიცი, დაზუსტებით არ ვამბობ, მაგრამ პოლიტიკური თამაშის წესები ამას გამორიცხავს. შეგეთანხმებინათ ვიღაცისთვის და შემდეგ გეთქვათ, რისი თქმაც გსურდათ პრეზიდენტის. მაგრამ მე ტყუილი მიმაჩნია ერთი მხრივ ამორალურად. ტყუილი რა შუა, ტყუილი ვისთან მიგაჩნიათ ამორალურად ხელისუფლებასთან, რომელიც გევაჭრება? რა თქმა უნდა. აბა მაშინ უკეთესი რითი ხარ? რას ჩვენ ხელისუფლებას ვერძით, იმიტომ რომ იტყუება. იმიტომ რომ ყალბია და უსამართლობა და ძალობა თქვენ თუ კი ხელისუფლებას ებრძვით მოგეყვებინათ იგივე ხელისუფლება ეს ხომ ხალხს არ დააზარალებდა ხალხისთვის იქნებოდა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოესმინა რა უნდა ეთქვა ჯონდი ბაღათურიას იგივე თქვენგანაც მოისმენს მე დარწმუნებული ვიყავი რომ მე ამის შემდეგ მეთქნებოდა ეთერი და მე რა უნდა მეთქვა აი განსხვავებული რასაც ვამბობდი ან რასაც ხვალაც ვიტყვი მაგრამ იცი რისი ეშინოდათ რისი ეშინოდა სიმართლე თავარი იყო პრინციპი რომ ჯონდის ქედი უნდა მოედრიკა და ამათა რაიმე შეეთანხმებია. აი თუ კი შენ ამდენის საშუალებას მისცემ, ხვალ ამდენს მოგთხოვე. უკაცრავია, პრინციპია მიუღებელი, რომ ამათა რაიმე ათანხმდა. თუ მოატყუებ, მეორედ უკვე აღარავინ არ გენდობა. როცა პარლამენტში შედიოდა ჯონდი ბაღათურია, იგივე ბრალდებები გვესმოდა თქვენს წინააღმდეგ ბატონო ჯონდი დამეთანხმეთ. იგივე თუნდაც დანარჩენი ოპოზიციისგან ვინც არ შევიდა რომ ჯონდი ბაღათურია თუნდაც რაღაც დონეზე გაურიგდაო თუნდაც რაღაც დონეზე ხელისუფლებასთან ვაჭრობაში წავიდა იმიტომ რომ იგი აღმოჩნდა პარლამენტში ერთი კითხვა მინდა დაგისვათ არ მინდა მე წარსულზე ლაპარაკი უბრალოდ იქიდან მოდის ეს ყველაფერი ასეთი რამ იყო ერთი თუ ორი აკეთებდა ეს იყო ისტერიკაში ჩავარდნილი ჩემი კოლეგა რომელსაც ვერ გაუძლო იმ ნერვულ სტრესს და იკადრა ის რაც არ უნდა ეკადრა მაგრამ თქვენს კოლეგებზე არ გეუბნებით მას რა აზრი ქონდა მარტო თქვენ შესვლას თუ კი თქვენ ვერ აღწევთ იმას რომ მიხვიდეთ მიკროფონთან და პირში უთხრათ სააკაშვილს ვერ ხედავ რომ ქონდა აზრი 127 კაცი სულ 127 დეპუტატია პარლამენტში ერთი მე ვარ 127-ში და როცა ასე ეშინიათ ამ ერთი კაცის 5 წუთიანი გამოსვლა და ასე ერთკვირიან რიტუალს ატარებენ როგორ? რა მოიგეთ? აბა ამათმა მოიგეთ, თქვენ როგორ? გისმენთ რა უნდა გეთქვათ მას სააკაშვილისთვის. თქვენ ამბობთ რომ ქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი. ვისით შეეშინდათ? მე ძალიან ზოგადად მინდა გითხრათ, რაც არ თქვულა ამაზე იყო სხვათაშორის განსხვავებული საკითხები, რომელზეც მე ახლა მექნება საუბარი, მაგრამ მე ძალიან მოკლედ ქონდა დაგეგმილი ჩემი გამოსვლის ტექსტი. მე მინდოდა შემეფასებია სააკაშვილის პრეზიდენტობა, რა უჯდება ქვეყანას, მისი მოღვაწეობის ზოგადი შეფასება, მე პასუხისმგებლობის შეფასება, აგვისტოს მოვლენების განსაკუთრებით მისი შედეგები მინდოდა ამეხსნა პრეზიდენტისთვის რომ მისი პრეზიდენტობა ტრაგედია უჯდება სახელმწიფოს რომ ქვეყანა სისხლისგან დაიცალა რომ ქვეყანა დაიშალა რომ ამაში არ არის დამნაშავე ეროსი კიცმარიშვილი აკიშბაია ეკათხეშელაშვილი როგორც აგვისტოს მოვლენების შემსწავლმა კომისიამ თავარი დამნაშავე რომ თვითონ არის ამაში დამნაშავე და მინდოდა მისთვის ძალიან კორექტულად ძალიან მშვიდობიანად მეთქვა რომ თქვენი პრეზიდენტობაც ვირიჯდება და იქნებ მოსვლა იყო ტრაგიკული და იქნებ მოახერხოთ რომ წასვლა მაინც კაცურად გააკეთო ისე რომ ქვეყანას არ დაუჯდეს საბოლოოდ სახელმწიფოებრიობის დაშლად იმიტომ რომ ჩვენ ვდგევართ ამ საფრთხის წინაშე ჩვენ რეალურად ახალი ტერიტორიების დავკარგეთ გაფონდა ახალი ტერიტორიები და ეხლა უკვე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი მე მინდა გითხრათ ხო ძალიან გაფუჭდა და გართულდა საქმე ჯერ კიდევ არ არის დაკარგული მაგრამ პირველი ხელისშემშლელი პერსონა ამ გზაზე არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი. ის პირდაპირ ხელს უშლის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამას მე შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ, მაგალითად პერევი, მას აქვს განსაკუთრებული როგორ გითხრათ, ეჭვიანობა, შური იმ ადამიანის მიმართ, ვინც მასზე მეტი არის გავლენით, განსაკუთრებით პატრიარქის მიმართ და თქვენ ნახეთ, როცა პერევიდან ჯარები ეს იყო როგორ გითხრათ, ეს იყო საჩუქარი საქართველოსთვის, მაგრამ პატრიარქის ხათრით საჩუქარი პერევიდან ჯარის გაყვანა და იქვე პრეზიდენტმა მოაყოლა, ნუ როგორ გითხრათ, მინდა კორექტული იყო. ძალიან უხერხული პრეზიდენტისთვის კი არა, უკანასკნელი ბოლო ერთ-ერთი ნებისმიერ რიგითი ქართველისთვის განცხადება, რომ თითქოს პატრიარქი მან გააგზავნა და ეს მისი დაბრუნებული იყო პერევიდან. უნდა გენახათ, რა სამარცხინოდ შედიოდნენ, როცა რუსები გადიოდნენ ჩვენი ჯარები რამ შემდგომში აშკარა გაღიზიანება რუსეთის და რამაც გამოიწვია შემდგომში ჯარების დაბრუნება. ეხლა მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. არა, მე მინდა ერთი. მინდა თუ დამასტით ეს იქნება
მთელი კვირის თემა. გამერწმუნეთ ისეთ ინფორმაციას მოგაწვით ეხლავე. ეს არის შემდგომი დანაშაული კიდევ პრეზიდენტის, როგორ შეუშალა პრეზიდენტმა ხელი ახალგორიდან რუსული ჯარების გაყვანას. როგორ? თქვენ გახსოვთ, როდესაც რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაცია მიდიოდა, იგი იყო მიწვეული საქართველოს პატრიარქის. ამას დროში ემთხვეოდა რუსეთში მცხოვრებ ქართველთა შეკრება და თქვენ გახსოვთ, როგორი ზიზღით ხდებოდა სახელმწიფო ხელისუფლებიდან კონტროლი და მიხეილ ხუბუტია რომელიც იყო ორგანიზატორი ამ შეკრების. თავისთავად ხადა ნებისმიერ მოვლენას აქვს თავისი პოზიტივები და თავისი უარყოფითი მოვლენები. პატრიარქი თუ ჩავიდოდა რუსეთში, უნდა დასწრებოდა ამ შეკრებას და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა მზადება პატრიარქისთვის, პატრიარქის ჩასვლის დროს ახალგორიდან, იმიტომ რომ ახალგორი არის ყველაფერი უსინდისობა, მაგრამ განსაკუთრებით გაუგებარი უსინდისობა ახალგორში რუსული ჯარების ყოფნა. რა მიმდინარეობდა? მიმდინარეობა მზადებოდა, რომ ახალგორიდან ჯარები გაეყვანათ. ვისი მხრიდან? რუსებს გაეყვანათ ჯარები. პატრიარქისთვის ეჩუქებიათ ახალგორი დაეთმოთ აი რუსეთში. ვინ მოგცათ ეს ინფორმაცია? ბატონო ჯონდი, მე ხელისუფლება გამოვა და იტყვის, რომ თქვენ ხართ რუსეთის აგენტი, რუსებთან შეკრება. არა, როდესაც ამბობთ რაღაცას, დამამტკიცებელი საბუთი. თუ კი იყო ასეთი გადაწყვეტილება, რომ პატრიარქისთვის კრემლის აგენტები და ასეთი რეპლიკები არ დაილევა. გასაგებია, ვიღაცა უნდა თქვა სიმართლე და მე გეუბნებით ამ სიმართლეს, რომ სწორედ სააკაშვილი არის პირველი დამაბკოლებელი, ხელის შემშლელი დღეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, იმიტომ რომ მას ამოძრავებს ეჭვიანური, როგორ გითხრათ, არ მინდა შეურაცხყოფლად გამოდოს შური, ანუ შიში იმ ადამიანის მიმართ, პატრიარქის შურს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანს, რომელმაც ეხლა ერთი გოჯი მისას დაიბროს, მისი გავლენა. კი, მაგრამ პატრიარქის ჯანმრთელობა იყო შემდეგ ძალიან საფრთხე, რამდენადაც მე ვიცი და შემდეგ იგი აღმოჩნდა კლინიკაში, თორემ იგი ალბათ გაემგზავრებოდა. საკმაოდ საფუძვლიანია ეჭვი საზოგადოებაში, რა უნდა ვირუსის გავრცელებას, საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი საზოგადოებაში, რომ პატრიარქს ეს ვირუსი, ამას ჩვენ თუ ამ ანალიზს გავაკეთებთ და თუ დავეყნობით, რომ ის ინფორმაცია რაც მე მაქვს არის სწორი, აქედან გამომდინარე დასკვათ საკმაოდ ადასტურეს იმეც საზოგადოებისა, რომ პატრიარქს ეს ვირუსი შეყარეს, რომ ვერ წასულიყო და ვერ მოხდარიყო ახალგორის გამოცემა პატრიარქისთვის. სააკაშვილის სურვილით. არა, ლოგიკურად აქამდე მივეცეთ თქვენი საუბარი. აქვს საფუძველი. ამაზე ხა წინილე კაცი სიდრემე და აბრალო ახლა წილისამეობა, მაგრამ თუ კი ამ მოვლენებს ყველაფერს ერთად შევაერთებ, ეს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვია და როცა კონსტანტინე გამსახურდია, ეს ხო არ არის ეს მე ვიცნობ კონსტანტინე, მეგობარია, პირადი ურთიერთობები გვაქვს, ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს გადაამოწმოს ინფორმაცია და პირდაპირ გეტყვით. განცხადება, რომელიც კონსტანტინემ გააკეთა პატრიარქის ასე იგი ეხლა საქართველოს დაბრუნებას მის ხელის შეშლასთან დაკავშირებით, მას აქვს პატრიარქის უახლოესი გარემოწმება. რა განცხადება იქნება გამემეორე? მე ვიცი ხვალ აუცილებლად საპატრიარქოში მოძებნიან ვიღაცას, ვისაც არ შეცვება და გააკეთებინებენ განცხადებას, რომ ეს არა რაღაცა ჭორიან, რაღაცაა და ადმინისტრაციაში ყოველთვის მოიძებნიან. ვინ მოძებნის? უკაცრავად ძალიან ისეთი რებუსებით საუბრობთ. რა განცხადებაზე გაქვთ საუბარი? კონსტანტინე გამსახურდიას იქნებ გაიმეოროთ და შემდეგ მე დაგისვამ კიდევ ერთ განცხადებაზე მაქვს საუბარი, სადაც მან განაცხადა, რომ დღეს მიმდინარეობს ხელოვნურად ხელის შეშლა პატრიარქის დაბრუნებაზე და ხელისუფლება ცდილობს, რომ პატრიარქის გერმანიაში ყოფნა და კურნალობის პროცესი ცოტა გაიწელოს. როგორ? ჩვენ პატრიარქის ინტერვიუები, ბატონო ჯონდი, ეს არის ძალიან სახიფათო თემა, რომელზეც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ხშირად აპელირებს ხოლმე, რომ გადავიდეთ სხვა თემებზე, მე ამოწურე ეს თემა. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაქვს შეკითხვები. ამ სტუდიაში ბოლო პერიოდში ისეთი, ნუ დავამკვიდრებთ ესე ტენდენციას, რომ ჟურნალისტის შეკითხვები არ აღმოჩნდეს, თქვათ, მნიშვნელოვანი და იყოს უფრო მნიშვნელოვანი ისი თქმაც თქვენ გსურთ. არა, ერთი კითხვა. კი ბატონო, მე რეგამისვით. თქვენ თუ კი გქონდათ ეს ინფორმაცია, რომ პატრიარქს თუ კი იგი ჩავიდოდა, იყო გადაწყვეტილი, რომ შესაძლებელია გადასცემდნენ ახალ გორს პირდაპირ. რატომ არ უნდა აწყობდეს ეს მასში სააკაშვილს? ეს ხომ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდებოდა. პატრიარქი ხომ არ გამოვიდოდა და არ იტყოდა, რომ ეს მე დავიბრუნე და არა მიხეილ სააკაშვილი. რო გადასცეს ერთი სოფელი რატო არ აწყობდა? ვერ ნახეთ როგორ მოიქცა? კი, მაგრამ ეს ხომ მაინც მისი პრეზიდენტობის დროს მოხდებოდა. რაში შეიძლება რომ მას არ აწყობდეს? მაგრამ დამბრუნებელი პატრიარქი იქნებოდა. ინგა, ნუ თუ მე ძალიან გონიერი ჟურნალისტია, ნუ თუ ვერ ხვდები. პერევიცკი ერთი სოფელიდან თქვენ ხო ნახეთ პირდაპირ მოგაჩკარად გაკეთა განცხადება, რომ რუსებს გაიყვანეს კიდევ ჯარები. თქვენ ხო ნახეთ რეაქცია როგორი იყო? პრეზიდენტის, რომელსაც თქვა რომ ეს მე გავიყვანე და შემდგომში პირდაპირ პროვოკაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ ბოლო ჯარისკა მუქარა და თქვენ უნდა გენახათ კადრები ნახეთ.
როგორ შედიო, როგორ სამარცხინო შედიოდა. აი ესე თითქოს იღებდნენ პერებს, ამას იღებდნენ, მე უნდა გაეპიარებეთ რომ კი არ ვაჩუქეს, არამედ გაყარეს. მითხარით, მეორე თემა. კიდევ რაც უნდა გეთქვათ იქ. ეს არის ჟვანიას სიკვდილი. ეს არის სამარცხინო ლაკა მთელი სახელმწიფოს ისტორიაში. ჟვანიას სიკვდილი, ყველა გამოუძიებელი სიკვდილი არის სამარცხინო ლაკა, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება პრემიერ-მინისტრს, აპირებდით ამ კითხვის დასმას მისთვის. როგორი ფორმით მითხარით? კითხვის დასმა, კითხვები, მე ჟურნალისტი ხო, კითხვის დასმას კი არა, იმის თქმას, რომ სამარცხინო ლაკა მის კისერზეა, პრემიერ-მინისტრი არის მოკლული და სამარცხინოდ არის გამოუძიებელი საქმე. ეს არის სირცხვილი, მთელი სახელმწიფო სირცხვილია. მარტო პრეზიდენტის კი არა, მაგრამ მთელი ამ სირცხვილის სიმძიმე მის კისერზეა, იმიტომ რომ პრეზიდენტი პირველი პირია. მისი მეგობარი იყო, მე ვიციო, მე აღარ იყო მეგობარი, მაგრამ ხო მეგობრო, ხო მისი მეორე პირი იყო ქვეყანაში რეალურად. გავლენით პრეზიდენტს ეჯიბრებოდა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, ბევრ სფეროებში მისი გავლენა ეკონომიკაზე გაცილებით მეტი. რატომ არ არის მას გამოძიებული თქვენი ეჭვი რას უკავშირდება მითხარით? არა, ეჭვის მთელი ერის უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლება არის, ხელისუფლებას აქვს დასული ამ მკვლელობაში ხელი. შეიძლება ეს შემთხვევითი მკვლელობა იყოს. ზოგჯერ არის ასეთი ინფორმაცია. რას ნიშნავს შემთხვევითი? ნუ აი რაღაც კონფლიქტის დროს, ესე იგი, პირადი კონფლიქტის დროს რაღაც წერა როცა არის შეკრებილი ადამიანების და შემოაკვდათ. ანუ არ იყო დაგეგმილი, მაგრამ შემოაკვდათ, მაგრამ საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ვის შემოაკვდათ თქვით? თქვენ უკვე იმდენი მოარული ინფორმაცია. არა, ჭორაობას რა შოშე ჭორაობა არის პრემიერ-მინისტრი. თქვენ ამას დაადასტურებთ, რომ პრემიერ-მინისტრი არის მოკლული? პრემიერ-მინისტრი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ არის მოკლული. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. არ არის გამოძიებული საქმე, არ არის საკმარისი პრეზიდენტის ზორ სვენოდეს ტრიბუნიდან დგომა და ვირტუალურ წარმატებებზე საუბარი. ძალიან სერიოზული საკითხები გქონიათ მომზადებული და შესაძლებელია ვთქვათ ამის გამო ვერ გამოხვით. კიდევ რა იყო იქ? ბოდიში ამათ ამის შესახებ არ იცოდნენ. მე რას ვიტყოდი არ იცოდი. მაგას გეუბნებით ბატონო ჯონდი, მე შეგეთანხმებინათ თქო. რატომ? შეგეთანხმებინათ იმ ვიღაცეებისთვის, ნაციონალებიდან, მათი ლიდერებისთვის სხვა ტექსტი გამოსულიყავი და მთელი საქართველოს გასაგონად დაგესვათ მაშინ კითხვა. პირდაპირ ხდომათა დარბაზში. კი, მაგრამ ვფიქრობ იმ გადაცემაზე. იქ ხომ პრეზიდენტი იყო? აქ საუბრობთ პრეზიდენტი ამას არ უსმენს? პრეზიდენტი კი უსმენს, მაგრამ თქვენ მას იქვე მოსთხოვდით რომ გამეცით პასუხი. ამ შეკითხვაზე გამეცით პასუხი ამ კითხვაზე. როგორ რაღაცას მეუბნები, თუ პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც დიალოგს აწარმოებს, ნდობა არ არის, სიტყვას რო იტყვის, ნუ გაკეთდეს. კი, მაგრამ საინტერესო იქნებოდა რა. ამით მე დავამთავრებდი ყველანაირ დიალოგს. ხვალ აღარაფერზე აღარ შეგითანხმებოდი, იმიტომ რომ თუ ერთხელ მოიტყვებ, გადააგდებ, როგორც თვითონ იქცევიან, მეორედ ვეღარაფერს ვერ დავაკეთებ. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ეთერის შემდეგ არ ამთავრებ? არა, რა თქმა უნდა, მე არავინ არასოდეს მომიტყუებია. არავინ არასოდეს არ გადამიგია. ნებისმიერი ყველაზე რადიკალური ოპონენტის, კი ჩემი, ყოველთვის ამბობს, რომ ჯონდიმ თუ თქვა, კარგად, იმიტომაც მელაპარაკებოდნენ. იმიტომაც ცდილობდნენ სიტყვის თქმას. მე მინდა გითხრათ, იქ დარბაზში მე შემეძლო პირდაპირ ხმაურით მეთქვა ეს ყველაფერი. ხო, აი ამ კითხვას ვსვავსწორებ. მე ვერ ვხვდები, თუ კი ხარ დეპუტატი, თუ კი ხარ მარტო, თუ კი არ გიდგას უკან, თუნდაც პატარა ფრაქცია ოპოზიციისაა ეს თუ დამოუკიდებელი სხვა დეპუტატების და თუ კი გაქვს შენ შანსი რომ პრეზიდენტს უთხრა ეს პირში, მე გუბასანიკიძესაც მინდა იგივე კითხვა დაუსვა. თქვათ უკეთესი ხომ არ იყო იგივე ოპოზიცია შესულიყო და იმ დღეს სულ სხვა სურათი იქნებოდა პარლამენტში და შესაძლებელია ეს მქუხარე და დაუსრულებელი ტაში ასეთი დოზით არც ყოფილიყო. თუ კი თქვენ ამ კითხვებს დასვამდით. ჩვენები რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო, ჩვენ ვეხა 14 ინგა ერთის როგორ ეშინიათ, ნახეთ. ჩვენ რო ეხა 14 ვიყავი და რა 14-ზეა ლაპარაკიცი? თუ კი ვინმე ლეგენდა არის ქართულ პოლიტიკაში, ყველა ამ 14-ში იყო. ჩვენ სიას გულისხმობთ. წარმოიდგინეთ 14 პლუს კიდევ ჯონდი ბაღათური და პლუს 14 ლეგენდარული ოპოზიციონერი. მას რა აზრი ქონდა თქვენს მარტოს შესვლას? აი ახლა დაგისვამთ ამ კითხვას ერთი წუთში, კითხვას დავასრულებ. როგორ ქონდა აზრი თქვენ კითხვასაც კი ვერ სვამთ და ტოვებთ პროტესტის ნიშნად. ასე პროტესტის ნიშნად მე მახსოვს ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც შევარდნაძის დროსაც დაუტოვებია, ვთქვათ, მაგრამ შევარდნაძის დროს იგივე სააკაშვილი როცა იყო ოპოზიციაში, გნებავთ ჟვანია, გნებავთ ბურჯანაძე, ისინი არავითარ შემთხვევაში შანსს არ კარგავდნენ და მიკროფონთან მიდიოდნენ და ამბობდნენ რაც უნდოდათ. ინგა მე მინდა გითხრა რომ აზრი ყოველთვის აქვს ბრძოლას. ბრძოლას აქვს აზრი. მე ბავშვობაში მახსოვს იყო ხოლმე ჩემი მეგობრები სხვათა შორის არჩევდნენ ხოლმე როცა რაღაც ბიჭური ამბავი ხდებოდა არჩევდნენ სახლის კართან მიირბედნენ და მე იქიდან ესე იგი რაღაც სკენჭებს ისროდნენ ხოლმე. მე არასდროს არ მიბროდი სახლის კართან. მე ყოველთვის ვიყავი ეპიცენტრში. ცოტანი ვიყავი, ბერნი ვიყავი. მე უფრო მარტოც ვიყავი თუ არა, მე ყოველთვის ვიყავი ეპიცენტრში. და ვარ ეხლაც ეპიცენტრში და ინგა მე რო ეხლა პარლამენტში არ ყოფილიყავი ეს დემოკრატიული კლოუნადა
ჩატარდებოდა როგორც დემოკრატიული კლოუნადა. ვერ მიხვდებოდა რომ ტექსტები წინასწარ დაწერა კაცმა რა იცოდა პარლამენტის დარბაზში ხარ იყო ეს ტექსტი დაწერილი. ხვდებით? რა იცოდა იმა პრეზიდენტი რა ფრაგმენტებს მოიხსენიებდა თავის მოხსენებაში. დარბაზში პრეზიდენტი შემოდის ლაპარაკობს, გამოდის კაცი და დაწერილს კითხულობს და ციტირება მოყავს პრეზიდენტის ფრაგმენტი, ესე იგი იცოდა ხო ტექსტი. ამიტომ მინიმუმ ყველაფერს რო თავი დაანებო. ლუსტრირებისთვის ეს ერთი და მეორედ კიდე ერთხელ გახსენებ, ვინგან თუ ვერ ხვდები 127-ში მანდატიდან ერთი ვარ, ჯონდი ბაღათურია და თქვენ ხო ნახეთ ამ ერთის როგორ ეშინოდა. ინგა წარმოედგინეთ თქვენ 14 ნეოყოფილიყავით ჩვენ, ხდა 14-ვე, ჩემზე უფრო გამოცდილი, ჩემზე უფრო გონიერი, ჩემზე უფრო ძლიერი პოლიტიკოსი იყო აქციაში. დიდი მადლობა. წარმოედგინეთ რა დღეში დიდი მადლობა. ერთი რამ დაგჭათ კიდევ რამე სათქმე, ჩვენი 20 წუთი გავიდა უკვე შეგუბა სანიკიძე ემზადება შემოსასწრებს. ადამიანებს ეპყრობიან როგორც ხეცებს, როგორც და ისე ერეკებიან სამსახურებიდან. დაიწყო პირველი ტალღა და ხვალ 2 საათზე პარლამენტის წინ მოდიან უმუშევრად დარჩენილი ადამიანები. ყველა ბანკებიდან გამოკრილ ადამიანს, ყველა სამსახურ დაკარგულ ადამიანს ხვალ 2 საათზე მოწოდებების გარეშე გთხოვთ. უკანას ეს ზედა ცენტრალურ შესასვლელთან. შემდეგ ეს გახდება საბაბი რომ კიდევ ერთი გადაცემა დაიხუროს. მოწოდებების გარეშე გთხოვთ კიდევ შენი გადაცემის დახურვას ზოგჯერ იმდენი რეიტინგი აქვს როგორც ჩემს გამოსვლას და იმ დარბაზის დატოვებას ვიდრე იქ რეიტინგი არ გვადარდებს ბატონო ჯონდი ამ შემთხვევაში უბრალოდ საუბარი არის სულ სხვა რამეზე. ხვალ მოდიან ასევე ადამიანები რომლებსაც როგორც ბანკებისგან აქვს კრედიტები აღებული. ფორს მაჟორში ომის შედეგად დაიხურა მათი სამსახურები, ბანკები ვალდებული არიან გაითვალისწინონ ფორს მაჟორი, მოახდინონ ვალების რესტრუქტურიზაცია, გადაიდოს, გადაუვადდეს, გაჩერდეს პროცენტები, ძირი ფულის, ანუ თავანი ფულის გადახდაზე შეთანხმდა, ამის გადადებაც მოხდეს. ამის საწინააღმდეგოდ ბანკები მიუხედავად კლასიკური ფორს მაჟორისა, ანუ ომისა, ატყავებენ ადამიანებს. ან ყველა ამ ადამიანს ხვალ თქვენ იხილავთ 2 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან, რომლებიც გამაფრთხილებელ აქციას ჩაატარებენ და რომელსაც ჩვენ გავიტანთ ანტიკრიზისულ საბჭოზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჯონდი. როგორ ახერხებთ რომ ყოველი გადაცემა შენი იყოს ახალი, მე ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და არასდროს არ ძველდებოდე. ნებისმიერი დაწყება შენი გადაცემის არის ახალი ენერგიით, თითქოს აი პირველად კი ბატონო. თვითონაც შენ განწყობაგეთ. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ, ეს იყო ჯონდი ბაღათურია, ისე მე მაინც გავიმეორებ, ვიდრე გახვალ თქვენ ამ სტუდიიდან, რომ მე თქვენს ადგილას თუ ეს იქნებოდა აუცილებელი პირობა, შესაძლებელი იყოს სულ სხვა ტექსტის შემეთანხმებინა და იგივე კითხვები თუნდაც ზურაბ ჟვანიანზე, იგივე პერევზე, ახალგორზე და ამ შემდეგ დამესვა პირში პირდაპირ პრეზიდენტისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ხვალდაზე ხო ვეღარ გამოვიდოდ. კარგი. ერთხელოცა მოიტყუებს სირცხვილი ატყუილი არ უნდა. კარგად ზანდებოდეთ. აი ეს იყო ჯონდი ბაღათურია, როგორი არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები 2 წუთში გუბა სანიკიძე განაგრძობს ჩვენს ეთერს, ისე როცა დემოკრატიაზეა საუბარი, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზუსტად პრეზიდენტის გამოსვლის მეორე დღეს ქობულეთში ზურაბ ნოღაიდელის მიერ სასამართლოსთან გამართულ ხალხმრავალ აქციაზე, სადაც ყოფილი პრემიერი განცხადებებს აკეთებდა სწორედ ხელისუფლების ძალმომრეობაზე, პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა. სამწუხაროდ ეს კადრები არც ერთ კამერას არ გადაუღია, თუმცა იგი გადაიღო ნოღაიდელის პრეს-ცენტრმა და მას პირდაპირ ეთერში გთავაზობ. ევროვიზია 2009 ქართველი მონაწილის მოლოდინში. ვინ წარადგენს საქართველოს მოსკოვში? მაყურებელი და უკვე ჟიურიც არჩევანის წინაშე. ამბიციური ანრი ჯოხაძე,
ხო არავის არ გაგიშოთ, ცო. და დიდი ბელადის იმიჯი სპეციალურად რუსული აუდიტორიისათვის. სიმღერას ქვია მე, აი, რომელიც ინგლისურად, აი გამოსახავს რომაულ ერთიანს. სისამღერში მუდმივად ვიძახი აი. ანუ ეს რუსულად, ანუ რუს შეიძლება უთხრა აი, ეს რა გააკეთა. პოლიტიკური დატვირთვაც დევს ხო ამას რაღაც არავისთვის საიდუმლო აღარ არის რომ იქ წავდგები სტალინის იმიჯით. სამი გოგოს მეოთხე ბიჭი და გზავნილი რუსეთს. ესე იგი შენი მეძე არის ხო ეს ამდენი ქალი? საქართველოში თუ გავიმარჯვებ, ყველა ვარიანტში იქ ჩვენ საქმეს ვიტყვით და ასე ვთქვათ ფულს მოვიწყალ. სიმღერა არის ძალიან დასამახსოვრებელი, მელოდიური და პლუს კიდე ტექსტი. We don't want to put in the negative moves. კონკაცარი ეს იუმორი. ევროვიზიის საგზურის მფლობელი თბილისში 18 თებერვალს გაირკვევა. რატომ უნდა დაგიჭირო შენ ჟიური მხარი? საკმაოდ დიდი შანსი არის რომ ჟიური მე ამირჩეს. უნდა მივდიოდეთ თუ არა რუსეთში სამღერლად მომხრეები და მოწინააღმდეგეები. არ უნდა წავიდეს. რატომაც არა. რო არ წახვალ რა. აი რო წახვალ რა. არაფერი, რომი იღებს. აი არა, მე ზუსტად ეს მაინტერესებს. მე ამინდა არ წარლე. სალომე გასვიანის უარი ევროვიზიას. სალომე რატომ აღარ გადაწყვეტე წელს მონაწილეობის მიღება? წელს აღარ მინდა მონაწილეობის მიღება, რაღაც შაშანი იყო ისეთი რაღაცები, რომელიც ცოტა გული მატკინად და ევროვიზიას 2008-ის ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტის სიმღერა სპეციალურად ჩვენი მაყურებლისათვის. გააკეთეთ თქვენი არჩევანი, გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ პოლიტიკურ კვირას და ჩვენი შემდეგი სტუმარია ბატონი გუბა სანიკიძე, როგორი არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასება. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხოთ ბატონო გუბას დავბრძანდით. პრეზიდენტის ბოლო თუ მორიგი ანგარიში ოპოზიციის აქცია გაიმართა ზუსტად იმ წუთებში, როდესაც გამოდიოდა მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში და ახლები და რესპუბლიკელები, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოდიოდნენ განცხადებებით, რომ ეს იქნებოდა მათი მხრიდან პირობასავით გაისმა პრეზიდენტის ბოლო ანგარიში. ბატონო გუბას, შეაფასეთ თქვენი შეფასება არასაპარლამენტო ოპოზიციის ხედვა როგორია პირადად თქვენი მოსაზრება ამ გამოსვლასთან დაკავშირებით? ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს არის ჩვეულებრივი გამოსვლა, რაც სააკაშვილს ახასიათებს. ბევრი ტყუილი, ძალიან ცოტა სიმართლე, თითქმის გამორიცხული სიმართლე და სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ დიდი სისულელეები. პრეზიდენტი არაადეკვატურია, ეს ფაქტია და ეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ მისი გამოსვლის შემდეგ, მის გამოსვლისას. მას არ აქვს მკაფიო წარმოდგენა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, როგორც ჩანს ის გარკვეულ ინფორმაციულ ვაკუუმშიც არის, ან ეს მისი გარემოცვის ბრალი, ან მისი სურვილი, ან ორივესი ერთად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია, ქვეყანას ხელისუფლება არ აყავს და თუ ყავს, ჩემი ღრმა რწმენით ეს არის ეროვნულ ფორუმს ჩვენ გარკვეული გვაქვს ამ კაცთან ურთიერთობა. ჩვენ თვლით, რომ ქვეყანას მართავს მოღალატე დამპყრობელი ხელისუფლება. რატომ არის არაადეკვატური? უკაცრავად მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. იყო იქვე განმარტებული მისი გამოსვლის პარალელურად, რომ დღეს ხალხს უფრო მეტად აინტერესებს სოციალური, ეკონომიკური პრობლემები, ვიდრე ვთქვათ სხვა დანარჩენი საკითხები. ამას მიიჩნევთ თქვენ, რომ მთავარი მესიჯი ვინაიდან ეს იყო, ამიტომ არის არაადეკვატური? სოციალური პრობლემები, რა თქმა უნდა, ხალხს აინტერესებს და ეს არის უმძიმესი ვითარება. აქაც ხელისუფლების დანაშაული კარგაგვარიანია. იმიტომ რომ ქვეყანა არის პარაზიტული ქვეყანა, სამწუხაროდ სახელმწიფო, საქართველოს არაფერს არ აწარმოებს. მითხარით ხალბატონო ინგა, რას აწარმოებს საქართველოს, რა პროდუქციას უშვებს. ერთი პროდუქტი დამისახელეთ. ეს შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ღვინო, ციტრუსი, ჯერთი ბაზარით დაკარგული ამისთვის, მაგრამ რაც იზრდება მიწიდან ამოდის, ამას არ გულისხმობთ. ფანქარს უშვებს საქართველოს. ნატურას უშვებს საქართველოს. რაიმეს უშვებს საქართველოს. ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება.
ბიზნესი რო დატერორდება იმ ქვეყანაში რა ეკონომიკაზე შეიძლება იყოს. თუმცა პრეზიდენტის გამოსვლაში სწორედ ბიზნესმენებზე იყო მთავარი აქცენტი გაკეთებული ჩვენი შემდეგი ბლოკის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ ბატონო გუბას, რატომ გაკეთდა ამჯერად აქცენტი მათზე? ახალი გმირები ითქვა, აი ჩვენი გმირები და დასახელდნენ არა ვთქვათ ადამიანები, რომლებიც იგივე აგვისტოს ომში დაიღუპნენ, არამედ ბიზნესმენები. რატომ თქვენ როგორ ფიქრობთ? ცოტა გაუგებარია ჩემთვის როგორც ყველაფერი სააკაშვილის გამოსვლებიდან, იმიტომ რომ ძალიან გაუგებარია ეს ყველაფერი, რას ნიშნავს გმირი ბიზნესმენი ვერ გავიგებ. ჯერ ძალიან საინტერესო წინადადება შესთავაზა ბიზნესმენებს, ახლა ეს ღიმილის მონგრელია, როცა სხვა ქვეყანაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ აქ ჩვენ სამშობლოზეა საუბარი. რას გულისხმობთ? 100-ზე მეტ სამუშაოა. 100-ზე მეტ სამუშაოსო თუ ვინც შექმნისო ბავშვებს მოუნათლავ. ჯერ ერთი ეს არის რაღაცა გაუგებარი ჯიბრი პატრიარქთან რა. თქვენც ასევე ვიქნებთ, ჯოდი ბაღათურიას პათოს განაგრძობთ უკაცრავად. სააკაშვილს პატრიარქის კომპლექსი აქვს, ეს ცხადია, ხო? და მეორე რა. ძალიან მაინტერესებს ის ადამიანი, რომელიც სააკაშვილს მოანათლებს შვილს, იმიტომ ყობა დავითაშვილის ბავშვის ნათლია. არა, ყობამ როცა მოანათლია, მაშინ სააკაშვილი ასეთი სახით არ იყო, მაგრამ დღეს მაინტერესებს, ხო? იმიტომ რომ სააკაშვილმა ამ 5 წელიწადში იმდენი ცოდვები დააგროვა. მოგეხსენება, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ნათლია უნდა შეირჩეს ცოდვების სიმცირის მიხედვით. სააკაშვილის მონათლული ბავშვი ეს არის, ძალიან დამძიმებული. ძალიან დამძიმებული იulis მთელი ცხოვრება თავისი ნათლიას ცოდვებით და მე ისე ვიმეორებ, სააკაშვილი არის მოღალატე. რატომ? აი წაგიკითხავთ ერთ რამეს. დამიკითხეთ. ეს არის გაზეთი ნიუ-იორკერი, სადაც მან მისცა ინტერვიუ. რას ამბობს სააკაშვილი? ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ცხინვალის აღებაა გამარჯვება. კიდევ ერთი ქართული ქალაქის მართვის უფლება ჩემთვის სულაც არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ არის ეს მოღალატე. შემდეგ და რა მერე ორი ქართული რაიონი, ეს სულაც არ ნიშნავს წაგებას. ამას ვინ იტყვის, რომელი ადამიანი იტყვის ქვეყანაზე ჩაფიქრებული და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი. ეს არის კლასიკური მოღალატის სიტყვები. რატომ თქვა? ანუ, არ ვიცი, კითხეთ, მოღალატეს ქცევა არის გაუგებარი, ამოუხსნელი, ხო? სააკაშვილი არის მოღალატე, მისთვის თურმე ცხინვალის აღება არ არის გამარჯვება და ერთი ქართული ქალაქის მართვა, ან მართავს, ან არ მართავს, თურმე მისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა. რომ ორი ქართულის რაიონის დაკარგვა თურმე არ არის პრობლემა. მაინტერესებს, რამდენი ქართული რაიონი უნდა დაიკარგოს, რომ პრობლემათ არ ჩათვალოს სააკაშვილი. ამ შეკითხვას მე დავსვავ შემდეგში არც ერთ ფეოდალიზმს ებძვის რო გითხოთ, მაგრამ არც ერთი ფეოდალი ასე არ იქცეოდა შუა საუკუნეებში, როგორც სააკაშვილი იქცევა. მისთვის ეს ტრაგედია არ არის, ესაა სტატისტიკა. სტატისტიკა, თურმე ცხინვალის აღება არ ყოფილა მისთვის თავარი და გამარჯვება აუცილებელი. და აქ ადამიანების დიდი ნაწილი, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ყველაფერს მოითმენს, ოღონდ აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდეს. მე ბევრი შემხვედრია ასეთი ადამიანი და ძალიან ბევრს ხვდები. ვიზე საუბრობ, ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს. ბატონო გუბას, ეხა ოპონენტი რო გეჯდეთ აუცილებლად ადამიანებზე საუბრისას თქვენ შეგახსენებდნენ, რამდენიმე თვის წინ თქვენს მიერ ნათქვამს, თუ არ ვწდები ეს იყო გაზეთ ვერსიაში დაბეჭდის, მე უბრალოდ უნდა შეგახსენოთ, აი აქ ადამიანები რომ ახსენეთ, თქვენი სიტყვები იყო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 9 მილიონი დარჩა მხოლოდ ადამიანად, დანარჩენი საქონლადაა ქცეული. გუბა სანიკიძეს ეკუთვნის ეს სიტყვები და აუცილებლად შეგახსენებდათ აქ სხვა რომ იჯდეს ვინმე თქვენი დაპირისპირებული პოლიტიკას. არ ვიგულისხმევ, მე ვთქვი იქა რომ ჩვენი ერი შედგება ორი ნაწილისგან, ქართველი ერისაგან და საქართველოს მოსახლეობისგან. საქართველოს მოსახლეობაში მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც სული და ხორცი გაყიდეს, საკუთარი შვილების მომავალი გაყიდეს 10 და 20 ლარად. თუ არ ვიცით ჩვენ. მე სხვათა შორის ქალბატონო ინგა არ მიგულისხმია ნაცმოძრაობის მომხრეები, ვინც შეგნებულად აძლევდნენ ხმას. საქონლებში? არა, თქმა უნდა არა. იმიტომ რომ არა, მე იმად გულისხმობ, ვისაც ფულს ურიგებდნენ და ხმებს ყიდიდა. გაჭირვება ქალბატონო ინგა არ არის საფუძველი იმისა, რომ უწესოდ მოიქცა და სულმოკლეობა გამოავლინა. ცხონებული ბებიაჩემა ნინო გელოვანმა ზემო ბუგეულში გაზარდა 5 შვილი 53 წელში დაქვრივდა, როცა ბაბუაჩემი დავით სანიკიძე დაიღუპა მარუხის უღელტეხილზე. და ისე გაზარდა, რომ არც სინდისი გაუყიდია და არც ნამუსი. არც სული და არც ხორცი და მარტო ბებიაჩემი არ იყო ასეთი.
ყველას დებია იყო ასე. შეგითხარით, უბრალოდ გამახსენდა, როდესაც თქვენ ახსენეთ ხალხი ეს თქვენი გამონათქვამი იყო. არა, იმ ნაწილს გულისხმობ. საქონელსა, პირუთხსა და ადამიანს შორის იცით რა განმასხვავებელია? ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ერთ-ერთი რა არის. პირუთხს როცა ჯოხს დაარტყამენ, ის გარბის არ კითხულობს მიზეს. და ადამიანს ჯოხს რო გადაჰკრავენ, სულ ცოტა იკითხავს მაინც, რატომ ირტყამ ჯოხსო. აი ეს განსხვავებაა. კარგით, ბატონო გუბაზ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. იგივე გამოსვლისას, სხვა შორის სანამ ამ კითხვას დავსვამ, თქვენ წეგან ახსენეთ პატრიარქის თემა. იგივეზე საუბრობდა წეგან ჯონდი ბაღათურია. რა ხდება, რატომ გახდა ეს თემა აქტუალური? მე მინდა გთხოვოთ დამიკონკრეტოთ, რას გულისხმობდით. ძალიან ხშირად მე მომისმენია, რომ საპატრიარქო და პატრიარქი პოლიტიკოსებისთვის გახდნენ ერთგვარად ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ რაღაცნაირად პოლიტიკური სპეკულირების თემაო. რა სიტყვით, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მას აქვს ესეთი ქიშპი პატრიარქთან? არაფერი, ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსის კიდევ ერთხელ დადასტურება. სააკაშვილი ხო რეიტინგების მონაა. ყოველთვის ატარებს რეიტინგებს, ნახავს 9% ჩამოვარდნილია მისი რეიტინგი და კივილწივილი აქვს და თმებს იგლებს ამ დროს. ვერაფერი ვერ მოუხერხეს ნაცმოძრაობამ და დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ ავნეს ქართული ეკლესიის ავტორიტეტს, პატრიარქის ავტორიტეტს. მათ იციან, რომ ქართული ეკლესია არის მთავარი ბასტიონი ქართული სულიერების, ეროვნულობის და ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში პირველი ალბათ არის. მოიხატება ეს ყველაფერი დაპირისპირება თუ შეგიძლიათ რომ არა პირადად თუ კი ვთქვათ მას აქვს რაღაცა ქიშპი პატრიარქთან ეს თემა იმიტომ განსაკუთრებით დღევანდელ გადაცემაში გახდა საინტერესო რომ წეგანაც იყო ძალიან სერიოზული პირისპირ ის ვერაფერს ვერ ეტყვის რა უნდა უთხრას ახლა პატრიარქ სააკაშვილმა მაგრამ ნებისმიერ მისი გამოსვლა იგივე აი ჯონდიმაც ისაუბრა პერევის საკითხზე ხო მე დავავალე პატრიარქს რომ აი რუსეთში უნდა წახვიდე და სიტყვით შეასრულა ჩემი დავალება ну ეს არის კომედია რომ სააკაშვილი ჭკუას არიგებს ილია მეორეს კომედიაა რა ესა როგორ შეიძლება სულელმა ბრძენს დაარიგოს ჭკუა აი ამაშია საქმე და კომპლექსი აქვს მას პატრიარქის და მე კიდევ ერთი რაღაც თხოვნა მინდა თქვენი ტელევიზიის მიმართ და საერთოდ მედიის მიმართ ძალიან დიდი ხმები დადის და არასასიამოვნო ხმები დადის მოსახლეობაში და ხალხში პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ყოველდღიურად საინფორმაციო წყაროები და ტელევიზიები გადმოსცემდნენ პატრიარქის მდგომარეობას. მერწმუნეთ ძალიან შეწუხებულია ქართველი ხალხი ამით. და დღეს ეს ქვეყანა რომ საბოლოოდ არ იშლება, დგას ამ კაცზე. ილია მეორეზე. ამიტომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ვითარება არის შექმნილი ქართული ეკლესიის გარშემო და კერძოდ პატრიარქის გარშემო. ამიტომ უპრიანი იქნებოდა და სასურველი იქნებოდა ჩემო მეგობრებო, რა ვიცი, ჩათვალეთ მეგობრულ რჩევად, ყოველდღიურად საინფორმაციო გამოშვებაში მაინც თუ გაგვაგებიებდეთ პატრიარქის ჯანმრთელობის საკითხი. ძალიან დიდი მადლობა. მე ვარ ის ადამიანი, მათ შორის, რომელსაც ძალიან აინტერესებს ეს თემა და რომელიც ვთქვათ, ყოველ გადაცემაში დღეიდან თუნდაც აი ამ თქვენი აი ამ განცხადების შემდეგ აუცილებლად რასაც შეიტყობს ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდის ამას მაყურებელს იმიტომ რომ მეც ვიცი ვთქვათ იგივე დამოკიდებულება ამ თემასთან მიმართებაში ბატონო გუბაზ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ გამოვიდა პეტრე ცისკარიშვილი სწორედ იმ დღეს როდესაც მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო ანგარიშს ვისმენდით და მან მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტს რომ არ დაუშვას პრეცედენტი არ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები არა და რამდენადაც მე ვიცი ეს არის სწორედ არა მარტო მე იცის მთელმა ქვეყანამ ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. მე მაინტერესებს აი იმ გამოსვლის შემდეგ რა სტრატეგია შეიმუშავა ოპოზიციამ, რომელიც ქუჩაშია. და კიდევ ერთი კითხვა ამის შემდეგ, რომელიც თქვენი მისამართი დაისმება, ეს იქნება ხომ არ ნანობთ რომ არ იყავით იმ დღეს პარლამენტში. გნებავთ აქედან დაიწყეთ პასუხის გაცემა, გნებავთ პირველი. პირველი მაპატიათ, მაგრამ პეტრე ცისკარიშვილის გამოსვლას მე საერთოდ არ უსმენ და იშვიათად უსმენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებს, იმიტომ რომ რატომ ის უმრავლესობის ლიდერია და ახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაც აქვს სახელმწიფო. უმრავლესობის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი რა. ეს ასე არის, ხო? ისინი არიან სტატისტები დანარჩენები. დღეს საქართველოში არის ერთი კაცის პრობლემა, არანაირი სხვა პრობლემა არ არსებობს. არ არსებობს არც ნაცმოძრაობის პრობლემა, არც დღევანდელი მთავრობის პრობლემა. არსებობს ერთი კაცის პრობლემა, რომელიც ფაქტიურად არის მთელი ქვეყანა ფაქტიურად არის მისი მძევალი. სამწუხაროა ეს, მაგრამ ეს რეალური ფაქტია. მეორე შეკითხვა შემახსენე. მეორე შეკითხვა იყო სწორედ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, ვადამდელი არჩევნები, ახლა ვადამდელ არჩევნებს მე გეტყვით დანარჩენი ოპოზიციის მაგივრად მე ვერ გეტყვით, მაგრამ მე გეტყვით ფორუმის ძალიან მტკიცე პოზიციას, რომ
არანაირი არჩევნები არც ვადამდელი და არჩეულებრივი სააკაშვილის პირობებში არ უნდა დაინიშნოს. მას რა შეხედავთ გამოსავალს? უნდა წავიდეს სააკაშვილი. როგორ უნდა წავიდეს? ეს რაღაც ძალიან ზოგადია ხოლმე. როგორც მე ძალიან კონკრეტულია ესა. როგორ და ჩვეულებრივად რა. უნდა გადადგეს და უნდა წავიდეს ქართული პოლიტიკიდან. ეს მისთვის ჯობია საერთაშორისო. არ დაინიშნება არანაირი არჩევნები. არ მინდა მისი დანიშნული, ვეთანხმები, ნუ დანიშნავენ, არ არის საჭირო მის მიერ დანიშნული. მის მიერ დანიშნულ არჩევნებში შესვლა ეს არის სააკაშვილის მიერ დანაღმულ ველზე შესვლა. და ვისაც ამის სურვილი აქვს, გზა დამილოცნია, თუმცა ძალიან გული დამწყდება. მას კითხავთ, რა ბერკეტები გაქვთ? არაფერი, საერთო სახალხო პროტესტი და იძულება გადაყენების ამ ხელისუფლების. შვიდობიანი ხერხებით გარწმუნებთ ჩემოკარგებო ტელემაყურებლებს მიმართავ, ამის ძალიან ბევრი და დიდი რეზერვი არის ჯერ კიდევ. და საუკეთესო მაგალითი არის უკრაინის მოვლენები. ნერვების ბრძოლა უნდა დამთავრდეს რა, ვინც მეთხანს გაუძლებს ის მოიგებს. საქართველოში არის არანორმალურად მაღალი დონის პროტესტი. ქვეყანა არის ჩიხში შესული. ამ ხელისუფლებამ არანაირი შანსი ამ ქვეყანას არც ომის, არც მშვიდობის აღარ დაუტოვა. ქვეყანა არის ჩიხში, როგორც პოლიტიკური და გეოსტრატეგიული სუბიექტი საქართველო აღარ არსებობს. ჩვენი ბედი წყდება ყველგან დედამიწაზე, შეიძლება ანტარქტიდაზეც კი, გარდა თბილისისა. ეს არის ფაქტი. ამიტომ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოსვლისთვის არის ორი პირობა. პირველი პირობა სააკაშვილი უნდა მიბრძანდეს, ჯერ ასე ვეტყვით და მერე მეორე, ქვეყანა ფეხზე უნდა დავაყენოთ. ოღონდ ერთმა პარტიამ არა, ერთი პარტია ვეღარ იზამს ამას. უმრავლესობებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. კოალიციური მთავრობები უნდა შემოვიდეს, საპარლამენტო რესპუბლიკაზე. კი, მაგრამ თუ კი უკაცრავად თუ კი ოპოზიცია არ ერთიანდება, ვთქვათ, ეხლა თქვენ თქვით, მე საუბრობ ჩემი ფორუმის სახელი და არ საუბრობ დანარჩენი ოპოზიციის სახელით. მე მოგახსენებთ, ხალბატონო ინგა, ძალიან ინტენსიური კონსულტაციები მიდის ოპოზიციურ ძალებს შორის. არის ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ აპირებთ ფორუმი გაუერთიანდეთ ირაკლი ოქრუაშვილს და არაერთხელ, როგორც მე ვიცი, თქვენ იყავით პარიზში ჩასული მასთან შეხვედრაზე, ახლები და მე რესპუბლიკელები გაუერთიანდენ ირაკლი ალასანიას და ამ დროს ცალ-ცალკე ფრონტი იქნება თუ როგორ მოხდება შემდეგ თქვენი გაერთიანება. მიუხედავად თქვენი დიდი ინფორმირებულებისა, არ ახართ სწორად ინფორმირებული. რაში? ფორუმი არაპირებს, არა, პარიზში ვიყავი. ოღონდ არავისთან ორგანიზაციულად გაერთიანებას ფორუმი არ გეგმავს და არაპირებს. ფორუმი ახლა გადართული არის თავისი ორგანიზაციის შექმნაზე, სტრუქტურების შექმნაზე, თავისი მომხრეების მობილიზებაზე. რაც შეეხება ალასანიასთან ურთიერთობას, ჩვენ ირაკლისთან მქონდა რამოდენიმეჯერ შეხვედრა. ჩვენ მომხრე ვართ, რომ მან მოკრიბოს ის ოპოზიციური სპექტრი, რომელიც მის გარშემო შეიკრიბება და მე ჩვენ ვაპირებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არა მარტო ირაკლი ალასანიასთან, არამედ სხვა ოპოზიციურ ძალებთან. რა იქნება ის მოტივი, რის საფუძველზეც თქვენი აზრით შეიძლება დაიწყოთ ეს სახალხო გამოსვლები? მოტივი ყოველდღიურობა ჩვენი ცხოვრების. რა მოტივი უნდა ამას? ქვეყანა დააქცია, კაცო. მოტივი არის ყოველდღიურობა ჩვენი ცხოვრების. კაცმა დააქცია ქვეყანა. ქვეყანა არის ნანგრევებში. ქვეყანა არის ძვლებამდე გაშიშვლებული. ესაა ჩვენი მოტივი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გუბას და ვიდრე გავხვალთ სტუდიიდან, მე მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა. აი წეგან მე ჯონდი ბაღათურიასაც ვკითხე. დღეს როდესაც ჩვენ უყურებთ როგორ მიდიოდა იგივე პრეზიდენტის საპარლამენტო ანგარიში, თუნდაც როგორ შედგა დებატები იმ ოპოზიციასთან, ვინც არის პარლამენტში, ხომ არ გეჩვენებათ რომ დაუშვით ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც არ შეხვედით პარლამენტში, თქვენ გექნებოდათ შანსი რომ ხუთშაბათს პრეზიდენტისთვის, როდესაც იგი იდგებოდა ტრიბუნასთან, გეთქვა თქვენი მართლე თქვენი მოსაზრება დაგესვათ თქვენი შეკითხვები. არ ვთვლით რომ ჩვენ შეცდომა დავუშვით, მე ერთ რამეს გეტყვით მოკლედ ძალიან. პოლიტიკოსისთვის თავარი არ არის თანამდებობა და სტატუსი. პოლიტიკოსისთვის თავარი არის გავლენა. უსმენენ მის სიტყვას, მის მოსაზრებებს თუ არა. იმ პარლამენტში ჩვენ არაფერი არ გვესაქმება. სადაც ჩვენ შეიძლება ჩვენი მოსაზრებები გამოგვეთქვა, მაგრამ ზემოქმედება ჩვენ პარლამენტის გადაწყვეტილებებზე ვერ გვექნებოდა, ამიტომ სწორად მოვიქცეთ. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატებები და სტუდიიდან ვიდრე გახვალთ თხო პეტრეცისკარიშვილს შემოვიდეს, ხომ არ ეთყოდით ერთმანეთს რამეს, გამარჯვებას ვეთქო. კარგი, ბატონო პეტრე, როგორ ბრძანდებით? ძალიან დიდი მადლობა. მაშინ ეს იყო გუბა სანიკიძე, ახლა კი სტუდიაში ჩვენ გავესაუბრებით უმრავლესობის ლიდერს პეტრეცისკარიშვილს, რომელიც ალბათ სხვა თემებთან ერთად იმაზეც ისაუბრებს, რატომ გაახსენდა მაინც და მაინც ახლა ჩვენს
ხელისუფლებას ბიზნესმენები, რომელთა დატერორებაც ერთ-ერთი მთავარი ბრალდებაა, რასაც ვარდების მთავრობას ამ წლებში უყენებდნენ. რატომ არ იყო სააკაშვილის ანგარიშის მთავარი თემა ომიდან 6 თვის თავზე ტერიტორიული მთლიანობა. ეხლა უსმენდით თქვენ ალბათ ბატონი გუბა სანიკიძე ამბობდა, რომ პრეზიდენტი არის მოღალატე, რომელსაც თურმე არაფრად მიაჩნია ის დაკარგული ტერიტორიები, რომელიც დავკარგეთ. მოდით დავიწყოთ ბატონო პეტრე საუბარი. მე თქვენთან მექნება არა მარტო ომის თემაზე შეკითხვა, არამედ სწორედ იმ თავარ მესიჯებზეც, თქვათ იგივე ბიზნესთან მიმართებაში, რაზეც იმ დღეს სააკაშვილმა ისაუბრა. მოგესალმებით ინგა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს არის რაღაც აბსურდული და უსინდისო ბრალდებები, რომელზე პასუხის გაცემასაც ალბათ აზრი არ აქვს. რატომ? ლეგენდარული პოლიტიკოსები საუბრობდნენ, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ. მათ რა თქმა უნდა აქვთ უფლება რომ კონდეთ საკუთარი მოსაზრება, მაგრამ სააკაშვილზე საუბარი მოღალატეობასთან დაკავშირებით უბრალოდ სხვა რო არაფერი თქვათ უნამუსობაა. მაგრამ ბატონო გუბაზმა წაიკითხა უცხოური პრესისთვის მიცემული ამონარიდი მისი ინტერვიუდან, სადაც იგი საუბრობდა, სწორედ თქვენ მოისმენთ, მე არ მქონდა წაკითხული ეს ინტერვიუ, ამიტომ მე დავეყნობი ბატონ გუბას. იცით რა მინდა გკითხოთ ბატონო პეტრე, როდესაც ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ თქვათ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, ხელისუფლება არის მოღალატე ომის თემაზე, როდესაც სვამენ კითხვებს, რატომ არის ხოლმე თქვენი მხრიდან ასეთი ზერელი პასუხი, რომ ისინი არ იმსახურებენ ჩვენგან რაღაც არგუმენტირებულად გავცეთ პასუხიო, რატომ? ფაქტია რომ დაიკარგა ფაქტია რომ დაიკარგა ახალგორი და ჩვენ ნახეთ რომ ხუთშაბათს როდესაც გამოდიოდა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ომის თემა არ იყო მთავარი თემა. მთავარი თემა იყო ეკონომიკა, სოციალური თემატიკა. მე ვეთანხმები ნებისმიერ პოლიტიკოს იმაში, როდესაც ისინი საუბრობენ რომ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, პენსიები, ხელფასები, წამლები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ 6 თვის წინ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. რატომ არ იყო ეს მთავარი? ხალხისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხალხს დღეს საქართველოში ძალიან უჭირს განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გლობალური ეკონომიკური კრიზისია და რა თქმა უნდა ეს კრიზისი საქართველოსაც ეხება. მაგრამ ასევე ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური გაძლიერება. ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება და ერთიანობას და საქართველოს გაერთიანებას სჭირდება ეკონომიკური გაძლიერება და ეკონომიკაზე და სოციალურ საკითხებზე არა მარტო საუბარი, არამედ საქმის გაკეთება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ხო, რაც შეეხება თქვენ პირველ შეკითხვას, რატომ არ არის ომზე და რუსეთის აგრესიაზე საუბარი, ჯერ ერთ ამაზე ძალიან ბევრი საუბარია, ძალიან დიდი ანალიზია. თავარი მესიჯი ეს იყო ეკონომიკური. თუ დავამთავრებინებთ, გეტყვით, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ამ მოხსენებაში და მე აქ სპეციალურად წამოვიღე პრეზიდენტის მოხსენება, შემიძლია წაგიკითხოთ, ის საუბრობდა. თავიდან ბოლომდე ვერ წავიკითხავ, ძალიან არა, რუსეთის აგრესიის ნაწილს გულისხმობ, ვერც იმას ვერ წავიკითხავ თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ისიც საკმაოდ ვრცელია, იქ საუბარი იყო საქართველოს მომავალ ნაბიჯებზე, ისევე საუბარი იყო თუ რა მდგომარეობაა დღეს შექმნილი ჩვენ დევნილებთან დაკავშირებით, ჩვენ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რა ტიპის და რა სახის მტერთან და ვისთან გვაქვს საქმე, ასევე სამომავლო გეგმებზე, საერთაშორისო უბრალოდ სადამკვირვებლო მისიების ინტერნაციონალიზაციაზე, დიპლომატიურ ძალისხმევებზე, საქართველოს როლის გაძლიერებაზე, საერთაშორისო არენაზე, მეტ დემოკრატიულობაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება მომავალში საქართველოს თავის მიწების რეინტეგრაციის საქმეს. და რა თქმა უნდა ამაზე ყველაფერზე იყო საუბარი მაგრამ მთავარი თემა იყო მაინც სოციალური, ეკონომიკური და გმირება დასახელდნენ ბიზნესმენები ახალსახედ გიორგი კანდელაკი, რომელსაც წყალი შეასხა კოკა გუნცაძემ პირდაპირ ეთერში და თურმე ამითი იყო ის გამორჩეული და არაო ის მე ოპოზიციის თქვათ ბრალდებებს ვიმეორებ და არა ის ადამიანები, ვინც ომში დაიღუპნენ, ვინც ამ ომს საკუთარ კისერზე გაუძლეს, გადაიტანეს და ერთი წამი ბოლოს ვერ დავამთავრე მაინც ის ფრაზა თქვენ შემაწყვეტინეთ, მაგრამ ზუსტად შემდეგ ამ თემაზე და ამ ყველაფრის გარდა რუსეთის აგრესიაზე და ომზე საუბარი იყო შემოდგომის მოხსენებაში ძალიან ვრცლად და პრეზიდენტი ბრძანდებოდა პარლამენტში შემოდგომაზე ორჯერ, ერთ-ერთი მათგანი, ერთ-ერთი მოსვლის მიზეზი იყო სწორედ საანგარიშო მოხსენება, სადაც დეტალურად იყო საუბარი ომის საკითხზე, დემოკრატიულ რეფორმებზე და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა გამეორებული იქნა ამ მოხსენებაშიც, მაგრამ დიდი ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, იმ საკითხებს, რაც დღეს ჩვენ ხალხს აინტერესებს, რაც დღეს ქვეყანას უჭირს და რაც
ხვალინდელ საქართველოს, მომავალ საქართველოს ჭირდება როგორც წყალი. შესაძლებელია იმიტომ დაეთმო ბატონო პეტრე, მოდით მე უბრალოდ კიდევ გავიმეორებ, თქვათ იმ ბრალდებებს, რომელიც მოვისმინე ამ გამოსვლის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან. შესაძლებელია იმიტომაც გაჩნდა ეს კითხვები, რომ იგივე ეკონომიკური მდგომარეობა, იგივე სოციალური გაჭირვება ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა, მანამდეც იყო. ანუ არ ახალია, ძველია ეს პრობლემები ხო ჩვენთვის და შესაძლებელია, როდესაც დაკარგულ ტერიტორიებზე არსებობს უამრავი დასასმელი კითხვა და ვთქვათ პირველ პლანზე გადმოვიდა სწორედ გმირებად ბიზნესმენების დასახელება, გიორგი კანდელაკის წარმოჩენა და ასე შემდეგ, ამან გააჩინა ის დიდი აღშფოთება ოპოზიციაში. მე არ გედავებით, უბრალოდ გახსენებთ მათი შეფასებები როგორია. მათი აღშფოთების საგანი რა არის, მაგრამ თქვენ ხუთში იყო ასე ვთქვათ განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ჩვენი დაღუპული მეომრები და სამოქალაქო პირები არ არიან გმირები და მხოლოდ ბიზნესმენები არიან. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გმირები არიან და გმირებად დარჩებიან საქართველოს ისტორიაში და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით და პირველ რიგში პრეზიდენტმა თქვა ეს იმ დღეებში, როდესაც ეს საშინელი აგრესია ხდებოდა, რა თქმა უნდა, თავის საპარლამენტო მოხსენებაშიც, მაგრამ რაც შეეხება ბიზნესმენებს, დღეს ვიზეც რატომღაც ქილიკით საუბრობენ, არ ვიცი თქვენზე არ მაქვს, თქვენ არ ყევხართ ხედელობაში იგივე ოპოზიციის წარმომადგენლები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გადიან ურთულეს ეკონომიკურ კრიზისს. მთელ მსოფლიოში ნახეთ, გადავშალოთ გაზეთები, ჩავრთოთ ტელევიზორი. რა ხდება? კოტრდებიან ბანკები ასობით და თუ დიდ ქვეყნებს ავიღებთ, ასობით 1000 ადამიანი რჩება უმუშევარი საფინანსო სექტორში, სამრეწველო სექტორში. ბუნებრივია ეს აისახება მთელ მსოფლიოზე, ხო? გლობალური ეკონომიკა მეტნაკლებად მაინც ინტეგრირებულია ერთმანეთში. და ჩვენმა ბიზნესმენებმა უნდა გაუძლონ და შეინარჩუნონ არამარტო საკუთარი ასე ვთქვათ საწარმოები, იქ დასაქმებული ადამიანები, მათი სამუშაო ადგილები, თითოეული ამ დასაქმებული ადამიანის ბედი და მისი ოჯახის ბედი ამ ბიზნესმენს მეწარმეს აბარია, ხო, ვინც ფლობელია ამა თუ იმ საწარმოს. და ასევე უნდა იმუშაონ ჩვენთან ერთად სახელმწიფოც, რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერდში უდგევართ ამ საქმეში, რომ მოიზიდონ ინვესტიციები იგივე უცხოეთიდან. თუ ქართველი ბიზნესმენი არ არის დარწმუნებული, ოპტიმისტურად განწყობილი, თავში დაჯერებული მომავალ განვითარებაში ქვეყნის ეკონომიკის, ის ვერც იმ უცხოელს ვერ დაელაპარაკება და ვერ ჩამოიყვანს. როცა თქვენ ამბობთ ქილიკიო ახსენეთ, რა საჭირო, ანუ ქილიკი კი არ იყო, შესაძლებელია ბიზნესზე გაკეთებული ეს განცხადებები ცოტა უცნაურად ჟღერს იმ ფონზე, ბატონო პეტრე, როდესაც ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელსაც თქვენს ხელისუფლებას, ვარდების ხელისუფლებას უყენებენ ამ წლების განმავლობაში, ეს არის დატერორებული ბიზნესი, ეს არის ბიზნესმენების, როგორც იგივე გიორგი ახვლედიანიც საუბრობდა, დაბარებაო კაბინეტებში წილების წართმევა ჩვენს ანონსშიც იყო ნიკალას თემა, ნაცემი ვალერი გელაშვილი, იგივე არტი ჯგუფის კადრები, იგივე ბადაგონი, რომელიც თქვენი მინისტრობისას იყო. რა სიტყვით, ანუ წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ადამიანების დატერორება, ბიზნესის დატერორება. ადამიანი, ვინც გამოვიდა და ხმამაღლა გააკეთა განცხადება, საუბრობ ბადრი პატარკაციშვილზე თავის დროზე, რომ ბიზნესზე ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან რეკეტიო, გამოაცხადეს მტრად, სხვა შორის გუშინ იყო მისი წლისთავი, კიდევ ერთხელ მინდა მის ოჯახს მიუსამძიმრო. აი მე მაინტერესებს აი ამ შემთხვევაში, აი ამ კონტექსტში როგორი არის თქვენი პასუხი, ბატონო პეტრე. წლების განმავლობაში ბიზნესის ტერორი მიდიოდა და ეხლა ვაცხადებთ, რომ ისინი არიან გმირები. ჩემი პასუხი არის ესეთი, რომ ბოლო 5 წელიწადში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდა და ეს იმ ფონზე, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, საქართველოს ბიუჯეტში არ იყო არც ერთი თეთრი. სახელმწიფო კანცელარიაში ვერ იხდიდნენ ტელეფონის სააბონენტოს გადასახადს და ვერ ყიდულობდნენ საკანცელერიო ფურცელს, რომ მთავრობის ხდომა ჩაეტარებინათ. აი, ეგეთი სახელმწიფოდან ჩვენ გვაქვს ახლა ბიუჯეტი, რომელსაც შეუძლია დააფინანსოს ქვეყნის ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლება. შეუძლია დააფინანსოს გზები, ხიდები, კომუნიკაციები, ენერგეტიკის სექტორში ჩადოს ფული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, არა მარტო ენერგეტიკის სფეროში, არამედ სხვა საექსპორტო და ადგილობრივი მოხმარების საწარმოებში. და მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც გითხარით, არის გაორმაგებული როგორც მინიმუმ. ასევე სოფლიო ბანკის აღიარებით, სოფლიო ბანკის რეიტინგებით, თქვენ მოგეხსენებათ, საქართველო გავიდა პირველ 20-ში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. კი, მაგრამ ეს ხალხზე აისახა, თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ ფიქრობს უმრავლესობის ლიდერი? როდესაც წარმატებებზე არის საუბარი, ეს წარმატება მოსახლეობამ უნდა იგრძნოს. ჩვენ სახეზე გვაქვს უამრავი შემცირებული სამუშაო ადგილი, ძალიან მძიმე სოციალური ფონი. სოციალური ფონი მართლაც მძიმეა, მე სწორედ ამით დავიწყე საუბარი, რომ
ამიტომ იყო აქცენტები დასმული სოციალურ საკითხებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რამდენად რთულია დღეს ეკონომიკური და სოციალური ვითარება, გვესმის რამდენ ჩვენთან მოქალაქეს უჭირს, ამიტომაც ვაკეთებთ ამ სოციალური პაკეტების კიდევ უფრო გაზრდას, კიდევ უფრო გაფართოებას, ამიტომაც ვზრდით პენსიებს, ამიტომაც ვზრდით ხელფასებს იმ სფეროებში, სადაც საბიუჯეტო დასაქმება ხდება და ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ პირველ ეტაპზე, პირველ რიგში გადარჩეს კერძო სექტორში სამუშაო ადგილები, ხოლო საომავლო პერსპექტივაში, უფრო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობთ და რაც შეეხება ბიზნესის განვითარებას, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ჩვენ გვინდა ბიზნესის განვითარება დღევანდელი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ხვალინდელი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ზეგინდელი ინფლაციის დასაძლევად. იმიტომ რომ ჩვენ თუ დღეს არ დავეხმარეთ ბიზნესს და თქვა დაიხურა საწარმოები, მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, აი, სამშენებლო ბიზნესს ძალიან უჭირს, ხო? ჩვენ თუ სამშენებლო კომპანიებს დღეს ხელი არ შევუწყეთ და შესაბამისად მათ შეკვეთები არ მიცეს მომიჯნავე ინდუსტრიებს, ხო, მომიჯნავე სფეროებს, აგურის ქარხნები იქნება ეს, ტრანსპორტი, სამშენებლო ბლოკის საწარმოები თუ სხვადასხვა. ეს საწარმოები თუ დაიკეტა, ბუნებრივია ძალიან მტკივნეული იქნება თითოეული მომუშავე ადამიანისთვის, მაგრამ მომავალში, როდესაც გაჩნდება მოთხოვნა ისევ სამშენებლო მასალებზე, ხო? ეს საწარმოები აღარ იარსებებს, ჩვენ უკეთეს შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, რომ შემოვიტანოთ თურქეთიდან, ეს აქამდე არ ხდებოდა, უარეს შემთხვევაში იქნებოდა კითხვა დამისახელეთ რა იწარმოებაო ამ ქვეყანაშიო. მაპატიეთ მეწეგან ვახსენე იგივე ბადაგონის თემა და აი როდესაც თქვენ ამბობთ საწარმოები, თქვენ მაშინ იყავით მინისტრი დასაქმებაზე, ბიზნესის განვითარებაზე რომ საუბრობთ. მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, მე მაინტერესებს თქვენი პასუხი. აი ოპოზიცია გამოვიდა დასვა ეს კითხვა, უმრავლესობას პასუხი არ გაუცია. რატომ ხდებოდა ბიზნესის დატერორება მთელი ამ წლების განმავლობაშიო? მე კიდევ მინდა გიორგი ახვლედიანის სიტყვები გავიმეორე. ბიზნესის დატერორება ეს შეიძლება ვიღაც გამოგონება და შეთხზული ფრაზა. პრემიერ-მინისტრი, რომელიც 4 წელი იყო პრემიერ-მინისტრი, ამბობს, რომ სახელმწიფო რეიკეტისგან უნდა განთავისუფლდეს. უხერხულია ნოღაიდელისგან ამაზე საუბარი, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მე გეტყვით სხვა რაღაცას. ბიზნესის დატერორება კი არ ხდებოდა. ბიზნესის ხელშეწყობა ხდება, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თქვათ ერთმა ან ორმა ბიზნესმენმა გადასახადები არ გადაიხადოს. ჩაიგდოს მონოპოლია ხელთ და გაურიგდეს ვიღაცას და სხვა მეწარმეები, იმპორტიორები იქნებიან ეს თუ ადგილობრივი წარმოების მსურველები არ იქნან შეშვებული ამა თუ იმ ბაზარზე. აი კადრები გადის ახლა ვალერი გელაშვილის, ბატონო პეტრე, როცა ბიზნესის ტერორზე არის საუბარი, რაღაც ერთგვარი სიმბოლო გახდა. ამ ადამიანის ცემის ფაქტი დღემდე არ გამოუძიებია ხელისუფლებას. მე უბრალოდ ეს ერთ-ერთი თემაა. მოდი ვალერი და გელაშვილს და ბიზნესმენ ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ, არ ვიცი, თქვენ რატო აკავშირებთ, ან ესე ვთქვათ ამ ფაქტს რაც მოხდა, ან ეს დეპუტატი იყო ეს ადამიანი თუ ბიზნესში წავიდა თუ რა კავშირი აქვს ბიზნესს? არა, კავშირი ის აქვს, რომ ადამიანი დღის იზის შუა ქუჩაში ცემეს ლამის ბიზნესს წაართვეს ამის შედეგად თუ რა? არა, აბსოლუტურად არ არის გამოძიებული. საერთოდ არც ერთი საკითხი ამ თემასთან დაკავშირებით და ბიზნესთან მიმართებაში როცა არის საუბარი იგივე ოპოზიციის მხრიდან გელაშვილის ცემის ფაქტი არის ხოლმე ასევე დასახელებული. მოდით მაშინ მე ერთ-ერთ კადრებს გაგახსენებთ ჩვენი უახლოესი წარსულიდან მე ბატონო პეტრე მინდა ყველა იმ თემას შევეხოთ, რაზეც იქ იყო საუბარი. მე მივყვები საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის ძირითად პათოს და აქ იყო გამოსვლებისა სხვა ჩვენს უნდა გამცეთ პასუხი ჯონდი ბაღათურიამ თქვა წეღან რომ თხოვდნენ უმრავლესობის ლიდერებიო რომ წინასწარ შემეთანხმებინაო მათთვის ჩემი გამოსვლის ტექსტები და ამაზეც მოგიწევთ პასუხის გაცემა. მანამდე კი ის ტექსტები რომელიც ჩვენ მოვისმინეთ იგივე ქრისტიან დემოკრატების მხრიდან 7 ნოემბერი, იმედი და შელახული უფლებები, ადამიანური ასე შემდეგ, მაგრამ არქივში მოიძებნა ასევე კადრები, როდესაც ჩვენ მედიის თავისუფლებაზე და საკუთრებაზე ვსაუბრობთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და ეს ეხება ტელეკომპანია იბერიას. შესაძლებელია უკვე ბევრს აღარც ახსოვდეს ეს კადრები, ესეც საკუთრების ხელყოფაზე იყო მაშინ გაკეთებული განცხადებები და შემდეგ განვაგრძოთ ისევ საპარლამენტო გამოსვლებზე საუბარი. თუ შეიძლება. Hello.
ეს იყო კადრები ვარდების რევოლუციიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, რომელიც ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ, ცნობილი ბიზნესმენის წინააღმდეგ მაშინ განხორციელდა და ამბობდნენ რომ მხოლოდ იმიტომ რომ ის არ იყო თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი. მას არ შემოქონდა ფული თქვენს კასაში და აი ამის გამო მაშინ მოხდა მის ბიზნესზე ასეთი ფორმით ზეწოლა და იმავე ბიზნესში შედიოდა მაშინ ტელეკომპანია იბერიაც. მე უბრალოდ ფაქტები გავიხსენე, გისმენთ ბიზნესის შესახებ. რაღაც საუბრობენ, მაგრამ მე ისევ და ისევ გეუბნებით. ბიზნეს რაც შეეხება, ეხა ზაზა ოქუაშვილი, არ ვიცი თქვენ ჟურნალისტი იყავით მაშინაც და ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ თქვენ თუ არ გახსოვთ რა ტიპის ბიზნესმენი იყო, მას ვის უნდა ახსოვთ? რას ნიშნავს რა ტიპის ბიზნესმენი იყო? არიცით? დაზუსტებით? შეეძლო იმ პერიოდში ვინმე სხვას შემოეტანა სიგარეტი საქართველოში ან ეწარმოებინა. მე ფორმებზე გესაუბრებით და არა ვთქვათ იმაზე, ვთქვათ ასე ედავებოდა საგადასახადოებას. ერთი წამი საგადასახადო ედავებოდა, ეს არის თავარი ამოსავალი ხა. რა ფორმები ბრძოლა მიდიოდა საგადასახადო ედავებოდა რომ კახა თარგამაძესთან რო იყავი გარიგებული და შემოქონდა მარტო შენ სიგარეტი მთელ ქვეყანაში და ნუ რა ფასად ყიდიდი და როგორ ყიდიდი ამას კიდე აღარ ვკითხულობთ ხო და გადასახადებს იხდიდი თუ არა და ასე შემდეგ და სხვას არავის არაფერს უფლებას არ აძლევდი არა მარტო მაგ ბიზნესში არამედ სხვა ბევრ ბიზნესში ეს დრო დაგვავიწყდა ჩვენ მარტო ნუგზარ შევარდნაძე რო იყო ნავთობის და ბენზინის და ყველა მთელი ეს თქვათ მაფიის ხელმძღვანელი და სხვა რო ვერავინ ხვირს ვერ შეყოფდა მაგ ბიზნესში არც კი ოცნებოდა ხო მაგრამ რევოლუციის შემდეგ მუდმივად ისმის ასეთი ბრალდებები თქვენი მისამართით შემდეგ მოხდა ბიზნესის გადანაწილება უკვე ამჯერად ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჩაერივნენ კონკრეტულ მსხვილ ბიზნესში მოხდა წილების წართმევა სად მაღალჩინოსნები ჩაერივნენ ეხლა რაც გაკეთდა ის რომ ყოველგვარი რაღაც ესე ვთქვათ ბიუროკრატიული სააგენტოების და სხვადასხვა სამსახურების შექმნის გარეშე მაქსიმალურად ვეცადეთ და დღემდე ვცდილობთ და ჯერ კიდევ შეიძლება ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით რომ აბსოლუტურად ესე ვთქვათ თავისუფალი ვიყოთ კონკურენტულ ბაზარზე იყოს ყველა მეწარმე რომ ყველა ესე ვთქვათ სუბიექტი ჩადგეს თანაბარ პირობებში კანონი იყოს ყველასთვის თანაბარი და უზენაესი ამაზე ყველაზე მაღლა მდგომი და ყველა ჩინოვნიკზე და სახელმწიფო მოხელეზე და ამის შემდეგ შეიძლება მხოლოდ ბაზრის განვითარებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სამუშაო ადგილების ოპოზიცია. კარგით არ გავაგრძელოთ არასწორად გვედავება. ეს თქვენი პასუხია, თუმცა აქ რომ ისხდნენ ახლა თქვენი ოპონენტები, ალბათ ამ თემაზე ძალიან სერიოზული დებატები გაიმართებოდა. გზანდებით ოპონენტი და შემეწინააღმდეგეთ კი ბატონო და არა, მე უბრალოდ კითხვებს ვსვამ, ოპონირებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მე ვსვამ იმ კითხვებს, რომელიც ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დასმულა თქვენი მისამართი და იგივე ბიზნესის თემაზე. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, არაერთი ფაქტის წინაშე დამდგარა ჩვენი მაყურებელი, მათ უნახავთ არაერთი კადრი, როგორ ართმევდნენ, თქვათ ადამიანებს საკუთარ საკუთრებას. 7 ნოემბერი ეს იყო თემა, რომელიც ასევე გაჟღერდა არასაპარლამენტო საპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლებში. თუ არ იქნება გაცემულიო კონკრეტული პასუხები ამ თემებთან მიმართებაში, მაშინ ვერანაირ სამართლებრივ სახელმწიფოს ჩვენ ვერ ავაშენებთო. ბატონო პეტრე, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, რატომ მოხდა ისე, რომ დღემდე პარლამენტში ვერ შეიქმნა, ვთქვათ, არასაპარლამენტო ოპოზიციას ამის ძალა არ ექნებოდა, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლისთანავე ცდილობდა, რომ აი კომისია შექმნილიყო სპეციალური, რომელიც ამ საკითხს გამოიძიებდა. რა უშლის ხელს, რატომ არ გაეცა პასუხი იგივე მაღალი ტრიბუნიდან, საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვენი მხრიდან, როდესაც ამ კითხვებს გისვამდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ბნელ ოთახში კატის ძებნა, მღრიე წყალში თევზის დაჭერა. აი ასეთი პასუხები ისმოდა თქვენგან. რატომ? თქვენ ფიქრობთ, რომ რასაც ისინი ამბობენ არ არის ეს რეალობა და ისინი საუბრობდნენ ბნელ ოთახებზე და იმიტომ გავეცით ამაზე პასუხი, ხოლო რაც შეეხება იმ თემებს, რასაც თქვენ შეეხეთ, ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში გაძლიერდეს ეკონომიკა, უფრო მეტად თანამედროვე გახდეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ამ პროცესში, ამ გათანამედროვების პროცესში დასაქმდნენ ადამიანები, დაკავდნენ ბიზნესები და არ დაიხუროს საწარმოები, გადარჩნენ ჩვენი ბანკები, გადარჩნენ იურისტები, გავზარდოთ პენსიები, გავზარდოთ შემოსავლები, ხელფასები პედაგოგებისთვის, სადაზღვევო სისტემით გაუჩინოთ შემოსავლების ავადმყოფოებს, ჩვენ ამ თემებზე ვფიქრობთ და ეს არის ჩვენი მიზანსტრაფვა და ძირითადი ამოცანები. ამდენი ხანი სად იყავითო? გისვამენ ისინი. როგორ ამდენი ხანი სად ვიყავით და ამ საკითხებზე მუშაობდით და სხვა საკითხებიც არის ქვეყანაში მიმდინარე უბრალოდ ამ კრიზისთან დაკავშირებით, ამ თემებმა გაცილებით უფრო წამოიწია. ხო, თქვენ ხო ხედავთ ქვეყანაში ხა კიდე ერთხელ მიწევს მსოფლიოში რა ხდება, საუბარი არის 1000-ობით და 100.000-ობით სამუშაო ადგილის დაკარგვაზე და ხალხის ქუჩაში გაშვებაზე. ეს იქნება ტრაგედია თითოეული ჩვენი
ესე ვთქვათ, მოქალაქის ეს იყო ტრაგედია ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ნამდვილად გეთანხმებით იქნება კიდევ ბევრი ტრაგედია, არა, ძალიან ბევრისთვის იქნება კიდევ ტრაგედია, თუ კი კიდევ ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი. ბატონო პეტრე. ორ თემას ერთმანეთში ნუღოთ, მაშინ ერთი წამი. წარსულზე პასუხი თუ არ გაეცა ისე წარსულზე გაგცემთ, მაგრამ ორ თემას სხვადასხვა კერძო სექტორი და სახელმწიფო სექტორი. სახელმწიფო სექტორიდან საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანებიდან თუ ვიღაცა წავიდა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მტკივნეული. ეს იყო მტკივნეული გადაწყვეტილება პირველ რიგში ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ თითოეული ეს გაშვებული ადამიანი ბუნებრივია ხდება ჩვენი მოწინააღმდეგე. ანუ აი ეს რო უყვართ რეიტინგებზე საუბარი ჩვენ ოპონენტებს. ამ რეიტინგებს ბუნებრივია ამ რეიტინგს გიწევს დაბლა. და ეს ადამიანი შენი მომხრე არც არჩევნებზე არ იქნება და არჩევნებს შორისაც მუდმივად შენი მტერი იქნება, გაგაკრიტიკებს და ასე შემდეგ. მაგრამ ქვეყნისთვის ის რომ დღეს ძველი გაი აღარ არსებობს, ის რომ ენერგეტიკის სფეროში კორუფცია აღარ არსებობს და 24 საათი ელექტროენერგია აქვს მთელ საქართველოს, ის რომ ეროვნულ გამოცდებზე ვეღარავინ ვერ ჩააწყობს და ყველას თავისი ნიჭის და შესაძლებლობების შესაბამისად აქვს საშუალება მოხდეს უმაღლეს სასწავლებელში და არა იმას მხოლოდ ვისაც ფული აქვს და გადაიხდის და მოეწყობა. ქვეყნისთვის ყველა ეს რეფორმა იყო მართლაც მნიშვნელოვანი და მომავლის ინტერესებში შედიოდა. მაგრამ არ შედიოდა ჩვენ ინტერესებში, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივია ამეთ ბევრი მტერი გავიჩინეთ და ბევრი დაუკარგეთ, მაგრამ ამ ორ არჩევანს შორის რომელი უნდა აირჩიო? ქვეყნის ინტერესები თუ შენი ხელისუფლებისთვის, რომ აი მოდი არავის არ ვაწყენინო. როგორც ამ ადამიანებს უნდათ რომ იმოქმედო. იგივე ადამიანს რომ დააკავებ, ხო? სხვადასხვა დანაშაულისთვის. დიახ. ის ხო შენ თავისი ოჯახით ახლობლებით ყველაფერს ჩემ მტერი ხდება. კი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია ისე დაკავებული, ისე დაკავებული თუ არა ვილაპარაკოთ ფაქტებით, როგორც შევარდნაძე მე ვიყავი, ნუ ეხლა ჩემ თავზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ის ადამიანები, ვინც თქვათ იქ პანკის ხალხს იტაცებდნენ და რაღაც. კი არ იჭერდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ, რომ აი ეს არ გადავიმტერო თუ აი მე იმას რაღაც იქ რაღაც გავლენები აქვს იმ ხალხში და იმ ხალხს ხელს არ ახლებთ. მე ამის მომსწრო ვიყავი. თვიდან თვენდე წლიდან წლამდე და ესენი ჩამოდიოდნენ და მე უკვე თბილისს კი არა გაცდნენ და გორიდანაც იტაცებდნენ ხალხს და მიყავდათ პანკში. ეს უნდა გაგვეგრძელებინა ჩვენც. პანკის სისტემას მე აღარ შევახსენე პეტრეცის კარიშვილს თავის ცნობილ გატაცებას, ეს იყო წლების წინ. მე მინდა მოვასწრო ისევ საპარლამენტო თემატიკის გაშლა და ორი კითხვა მექნება თქვენთან. პირველი, ჯონდი ბაღათურიამ ძალიან სკანდალური განცხადება გააკეთა. სიმართლე გითხრათ, როდესაც ჩვენ უსმენდით იმ დღეს საპარლამენტო დებატებს, იყო ძალიან საინტერესო არასაპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლა, ეს ჩემი აზრია. იყო ძალიან მწვავე, ძალიან საინტერესო გიორგი ახვლედიანი, გიორგი თარგამაძე. შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოთქვა ასეთი ეჭვი, ხომ არ იყვნენო გარიგებულები ოპოზიცია შიგნით პარლამენტში და ხელისუფლება ერთმანეთთან და უცბად ჯონდი ბაღათურიამ დღეს განაცხადა, რომ თურმე ყველას ტექსტის შეთანხმებას ითხოვდა უმრავლესობა. რა სიტყვით? ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება მისი მხრიდან. ამით შესაძლებელია ის ამბობდა იმას, რომ დანარჩენმა ოპოზიციამაც თქვენთან შეთანხმებით წამოწია ის თემები, რაც წამოწია. ეს არის ყველაზე აბსურდული ბრალდება, რაც მე საერთოდ გამიგია, რა შეთანხმებებზია საუბარი, რა სიტყვის ვინმესთვის დაწერაზე და აბაშენეხა ამ სიტყვას წაიკითხავ და იმ სიტყვას არ იწყვი, ეს არის უბრალოდ აბსურდული ბრალდება, რომელზეც მე საუბარი არ მინდა. თქვენ ჯონდის ჩემზე დიდი ხანია იცნობთ, ან ნუ ხო ძალიან დიდი ხანია იცნობთ და მაშინ მე რას მეკითხებით? არა, მას დაუსვით შეკითხვა, მაგრამ ამ ადამიანის ესე ვთქვათ, ვისაც ერთადერთი მისი გამოსვლის შეშურდებოდა, ალბათ დღეს იყო შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ასე ვთქვათ, მას აჯობა ამ თავის რაღაც მასხარაობაში და სისულელეების გამოფრქვევაში. უკაცრავად შალვა ნათელაშვილი ალბათ გიპასუხებდა ძალიან საინტერესოდ ამაზე და მე მინდა ბოლო კითხვა დაგისვათ. ყველა გამოსვლას ჩემით იწყებს და ჩემით ამთავრებს. სხვათა შორის მე ვარაუდობ, რომ მომავალ კვირას შესაძლებელია ბატონი შალვა იყოს ჩვენი სტუმარი, ასე რომ ნახოთ რა სიტყვის. როცა მოვადა იტყვის, რომ თქვა მე ის რა ქვია ამერიკაში მეჯინიბეთ მუშაობდი, წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც რამოდენიმე თვე მეორე კურსსა და მესამე კურსს შორის რომ მოუნახეთ ჩემს თქვათ ახლობელ მეზობელ ოჯახთან სამსახური, სამი თვე მართლაც მიწევდა მოვლა მათთან კრანჩოზე მუშაობა და შემოსავლები კომენტარს აკეთებს იმ განცხადებაზე, რომელიც პრაიმ ტაიმში ბატონმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა, რომ უმრავლესობის ლიდერი მეჯინიბე იყო. კარგი. სუმაგაზე საუბრობს და 1000 გულში ჩაქჩენიათ, გულში ჩაქჩენიათ მისი ბრალდებაზე და ეს თუ სათაკილოდ გონია, როდესაც სტუდენტი რო საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს რამოდენიმე თვე დასაკვდები და დილას 7 საათზე მოგიწევს ადგომა ლეიბორისტ კაცს, თუ ეს სათაკილო საკითხი გონია, მაშინ კარგი, თავი დავანებოთ შალვა ნათელაშვილს. თქვენ იყავით სწორედ
ის პოლიტიკოსი ბატონო პეტრე, რომელმაც პრეზიდენტს ხმამაღლა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწოდეთ არ დაუშვათ პრეცედენტი და არ დანიშნოთ არანაირი ვადამდელი არჩევნებიო. მე მინდა დაგისვათ ერთი ასეთი კითხვა. ოპოზიცია ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. უფრო შორს მიდის, თქვათ იგივე ეროვნული ფორუმი და ამბობს, რომ არჩევნები კი არა უპირობოდ უნდა გადადგეს სააკაშვილი. მის გადადგომაზე პირველ საკითხად შეთანხმდა სრული ოპოზიცია, რომელიც დღეს პარლამენტში არ შემოვიდა. მე მაინტერესებს თქვენი პასუხი. რატომ მოუწოდებთ ასე დაჟინებით არ დაინიშნოს არანაირი ვადამდელი არჩევნები? არ მოუწოდებთ პრეზიდენტმა თვითონ შესანიშნავად იცის რა გაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე უბრალოდ გამოვთქვი აზრი, რომ ეს არ შედის დღეს ქვეყნის ინტერესებში. არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც უსაფრთხოების თვალსაზრისით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით. რატომ არ შედის პოლიტიკური თვალსაზრისით? თქვენ მოგწონთ ის პარლამენტი, რომელშიც დღეს ხართ უმრავლესობის ლიდერი? რას ქვია მომწონს? ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და რა თქმა უნდა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ძალიან დიდმა ნაწილმა. მე მაგაც პრობლემაა, ხო თუ გამოუცხადეს, შემობრძანებულიყვნენ, ყოფილიყვნენ და მიიღოთ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა, ქონოდათ ტრიბუნა, გამოსულიყვნენ, თქვა თავიანთი სათქმელი, არ ვიცი, შეიძლება ისინი არ თვლიან რომ აჯობებდა და უფრო რადიკალურ გზას ირჩევენ მუდმივად, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის, პარლამენტისთვისაც, მეტი დემოკრატიულობისთვის, მეტი დიალოგისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ მათ ვესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. თუ ეს საუბარი მოხდებოდა პარლამენტში, გნით პარლამენტის დარბაზში, დებატებში, კომიტეტებში, მით უფრო კარგი. ამ ხალხმა აირჩია სხვა გზა და ჩვენ ამიტომ რა ვქნათ, რომ ეს პარლამენტი აღარ მოგვეწონოს. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, რომ ხელისუფლებამ დაუშვას ვადამდელი არჩევნები. თქვენ ხა რაღაც რიტორიკულ შეკითხვებს მისვათ. რიტორიკულია შესაძლებელია, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ სახალხო მოძრაობას დავიწყებთ. და რაც არის ხალხის ინტერესი. ბუნებრივია ის ჩვენი ხელისუფლებაც მოიქცევა ასევე. ანუ არჩევნების დანიშვნას არანაირად არ განიხილავთ. არჩევნების დანიშვნას განვიხილავთ ჩვენ თავის ვადებში. წერია კონსტიტუციაში, საარჩევნო კოდექსში, როდის უწევს რომელი არჩევნები და შესაბამისად ჩატარდება ეს არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პეტრე, მე მინდა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი დასაწერი რო იყოს ნიშანი, რას დაუწერდით სააკაშვილის იმ გამოსვლაში, რომელიც 3 დღის წინ პარლამენტში შედგა? ხუთიანი, იმიტომ რომ გამოსვლაც მომეწონა ძალიან და ძალიან საქმიანი და კარგი გამოსვლა იყო. და შემდეგ პასუხები ბოლოს უკვე შემაჯამებელი იყო უმაღლესი პილოტი. თუმცა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ იმყოფება პარლამენტში, ამბობს ჩვენ რომ ყოფილიყავით სააკაშვილი დებატებზე არ წამოვიდოდაო, რაც სხვათა შორის არ უნდა იყოს აზრს მოკლებული, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. არა, სააკაშვილის გარკვეულებით არ ეშინია არც ჯონდი ბაღათურიას 5 წუთიანი გამოსვლის და არც იმ ადამიანების გამოსვლის, უბრალოდ ჯონდი ბაღათურიას გამოსვლა არანაირ პროცედურაში და არანაირ რეგლამენტში არ ჯდებოდა. მას უნდა რომ თავი დააყენოს როგორც ერთ ფრაქცია, მაგრამ როცა შექმნის ფრაქციას მე მიიღოს მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. მასზე თქვენ უსმენდით პეტრე ცისკარიშვილის, აი ესეთი იყო უმრავლესობის ლიდერის პასუხები ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე. პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა ეს იყო დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა. მე გემშვიდობები ზუსტად ერთი კვირით, მომავალ კვირას საღამოს 8 საათზე მთავარი თემები და მთავარი მოქმედი გმირებით ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.